საღამოშვიდობის თქვენ უყურებთ ღია სივრცეს, მე ნინო ზაუტაშვილი ვარ. სანამ უშუალოდ დღევანდელი გადაცემის თემას შევეხებოდე, მინდა უდიდესი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, ახალგაზრდების მიმართ დუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად წამოწყებული მხარდამჭერი კამპანიისთვის. ამ კამპანიას ბევრი მოქალაქე, მცირე თუ საშუალო ბიზნესის მქონე ადამიანი შეუერთდა. მადლობა ყველას ასეთი გულისხმიერებისთვის. ახლა კი უშუალოდ დღევანდელ თემაზე. დღეს წიაღისეულის მტაცებლურ მოპოვებაზე ვსაუბრობთ. ჩემი ოქრო ჩემთან, ეს თამაში არ არის. ეს არის ერთი ხეობის პროტესტი ქვემო ქართლში, სადაც RMG ოქროს, ვერცხლის და სპილენძის კარიერების გაფართოებას აპირებს. კომპანია, რომელსაც რუსი მილიარდერები მართავენ. წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას ისედაც 2051 წლამდე ფლობს. ფლობენ უზარმაზარ სივრცეს, ჯამში 188,000 ჰექტარს, რაც საქართველოს ტერიტორიის თითქმის 3%-ია, მაგრამ ოქროზოდები საკმარისი არასოდეს არის. ამ ციებ-ცხელების ეპიცენტრიდან უახლესი ამბებით გელა მთიულიშვილი შემოგვიერთდება, ჩვენთან ერთად ასევე არიან ნინო გუჯარაიძე, მწვანე ალტერნატივა, გუჯა ჯაფარიძე, მეღვინე დმანისიდან და პირველ რიგში გელას მინდა ვკითხო ბოლნისიდან, უკაცრავად. პირველ რიგში გელას მინდა ვკითხო, რა ვითარება დაგვხვდა ოქროს მოპოვების ცხელ წერტილში. მიუხედავად გამარჯობა კიდევ ერთხელ მივესალმებით მაყურებელს სტუმრებს მიუხედავად იმისა რომ მთელ საქართველოში მიწევს აქტიურად ყოფნა ჩასვა ამ პრობლემების გადაღება გაშუქება და ჩვენს მაყურებლამდე მიტანა სამწუხაროდ ქვემო ქართლ საკმარის ყურადღებას ვერასდროს ვერ ვაქცევთ მე პირადად ჩემი მხრიდან და ახლა როდესაც დარბაზის ხეობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში პირველად ვნახე მე ასეთი ხალხმრავალი პროტესტი შეიძლება წლების წინ იყო მაგრამ ყოველთვის შეძლეს ამის ჩახშობა მოლაპარაკების თუ რაღაცა სხვა ფორმებითა და გზით მაგრამ აი ამ დარბაზის ხეობაში ახალგაზრდების გამოისობით გამოვიდა რამდენიმე ასეული ადამიანი პრინციპში დღევანდელ ვითარებაში როდესაც ერთ ხეობაში თუ რამდენიმე სოფლის მაგალითი ამდენი ადამიანი იკრიბება, ბუნებრივია ის იქცევს ეგრევე ყურადღებას და ჩვენც რა თქმა უნდა უამისოდაც ვინტერესდებით, როცა ხალხი არ გამოდის ყველა ასეთი შემთხვევით, მაგრამ ახლა მით უმეტეს ჩავედით დარბაზის ხეობაში და ვნახეთ RMG-ის საქმიანობის გავლენა და შედეგი ქვემო ქართლის, განსაკუთრებით ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტის მთიან ზონაზე. შეიძლება, მოკლედ ეს ისეთი მძიმე იყო სანახავად ვიდრე საყდრისის მაღარო სააფეთქებდნენ ერთხელ ვარ მაშინ ნამყოფი საყდრისი ყაჩაღიანის ტერიტორიაზე უშუალოდ აი შიგნით მთის და ტყის ზონაში და ახლა რაც საყდრისის საბადოს თუ საყდრისის ისტორიული მაღაროს ადგილზე დამხვდა ეს იყო არ ვიცი შოკის მომგვრელი სრულიად იმიტომ რომ უზარმაზარი ქვაბული 44 არ ქვია არც 9 ქვია არ ვიცი რა შევადარო და რა დავარქვა ანუ მთელი მთა არის მოთხრილი გზები დადიან ეს რაღაც დიდი სატვირთო მანქანები თხრიან იქ ყოფნის პერიოდში მოახერხეთ აფეთქების გადაღება როგორ ამოიფრქვა მიწა უზარმაზარი ეს მთის თხემი და ხონდა მე ამასთან უზარმაზარი მტვერი და არ ვიცი რაც დიდხანს გაგრძელდა ეს საკმაოდ არ ვიცი განადგურების ეს მასშტაბი არათუ წყალტუბოს სოფლებში, რომლებსაც ჩვენ ამ გადაცემის მეორე ნახევარში ვაჩვენებთ, ჩვენს აუდიტორიას წყალტუბოს სოფლებზე ვილაპარაკებთ, სტეშენიც იღებენ, იქაც კატასტროფულად მძიმეა ვითარება, მაგრამ განადგურების ეს მასშტაბი არ მინახავს არსად. თვით ჭიათურაშიც კი, სადაც ღია კარიერული წესით მასობრივად თხრიან და აოხრებენ იქაურობას, ხო, ჯორჯენ მანგანეზე ვსაუბრობ და აქ თხრის რუსი ოლიგარქების კომპანია. ანუ ეს RMG, როგორც ჩვენ დოკუმენტებს მივყევით, მწვანე ალტერნატივას ბევრი აქვს ამაზე ნამუშევარი. დღეს გუშინ და ამ ბოლო დღეებში ვიკვლევდით მთელ ამ დოკუმენტაციას. რუსული კომპანია, რომლის თავშიც ამჟამადაც დგანან რუსი ოლიგარქები, ტროიცკი, ნიკიფოროვა და კიდევ ერთი პირი, კორჟევი, ხო, რომლებიც 2009 წლამდე იყვნენ ბანკ სანქტ-პეტერბურგის თანამფლობელები, აქციონერები პუტინთან ერთად. ანუ გესმით ქართული ოქრო ვის ხელშია? ანუ რუსების თან რუსი ოლიგარქების და თან როგორი ოლიგარქების? ანუ პირდაპირ პუტინის პარტნიორების ქართველების თანამონაწილეობასაც ნუ გამოურიცხავთ გელა ამ რა თქმა უნდა, ანუ ამის გარეშე ვერაფერი ვერ მოხდებოდა ჩვენ ქვეყანაში. როდესაც მას შემდეგ რაც ჩვენს მაყურებელს შევთავაზებთ დარბაზის ხეობიდან, არა მხოლოდ დარბაზის ხეობიდან, არამედ ბოლნისის და დმანისის რაიონებიდან მომზადებულ რეპორტაჟს
ამის შემდეგ გვექნება ალბათ შესაძლებლობა ვისაუბროთ იმაზე, მათ შორის ქართველებიც ქართულ ოცნებასთან პირდაპირ აფილიირებული პირები და მათი მაღალი თანამდებობის პირები როგორ არიან გადაჯაჭვული, როგორი სინქრონული კავშირები აქვთ ამ კომპანიასთან. მძიმეა ძალიან ვითარება, აღარაფერს ვამბობ, ამაზე რეპორტაჟშიც ვსაუბრობთ ჩვენ, რომელიც იქიდან მომამზადეთ, მათ შორის ჯანმრთელობის კუთხით, სასოფლო-სამეურნეო უნებლობის, სურსათის უნებლობის კუთხით წლების განმავლობაში ჩვენ გვესმოდა, როგორ იყო დაბინძურებული ნიადაგი კი ამ ოქროს მოპოვების საბადოებიდან ჩაღვრილი წყლებით მთავარი მდინარეები, მაშავერა, ფოლადაური და კაზრეთულა, რომელთაც ირწყვება ქვემო ქართლის სავარგულების დიდი ნაწილი. და თუ ვინმეს თბილისში ან თბილის გარეთ სხვა რაიონებში ან ქალაქებში ჰგონია, რომ ეს მხოლოდ ბოლნისის ან დმანისის მუნიციპალიტეტების სოფლების პრობლემაა, მაგალითად კაზრეთის ან ბალიჭის ან რატევანის ან საყდრისის ან კიდევ რამდენიმე სოფლის, არ არის სინამდვილეში ეს მხოლოდ მათი პრობლემა, კი იქ დაზიანების და დაზარალების ხარისხი არის ბევრად მაღალი. არაერთმა კვლევამ აჩვენა 2011-დან 2011 წლამდე პერიოდში ჩატარებულმა, 2014 წელს ჩატარებულმა, 2017 წელს ჩატარებულმა, 2018 წელს ჩატარებულმა უახლესი კვლევა ეს არის ჩვენთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი. საჯაროდ აღარ არის ხელმისაწვდომი სხვა კვლევები, რომელიც შეიძლება მომდევნო პერიოდში ჩატარდა, თუმცა მე როგორც მაქვს ინფორმაცია, არც არაფერი კვლევა ამის შემდეგ აღარ ჩატარებულა და მთლიანად მიშვებულია ახლა ეს კომპანია ხელფეხი აქვს გახსნილი, მაგრამ ყველა ამ კვლევამ დაადასტურა, რომ აი მაგალითად 46 ბავშვი რომ გამოიკვლია, ეს ყოველ მესამეს სისხლში აღმოჩნდა ტვიის მაღალი კონცენტრაცია. ტყვია კი ვიცით, რასაც ნიშნავს სისხლში, ხომ? უმეტესად ეს იწვევს მნიშვნელოვან გართულებებს, მეხსიერების, არ ვიცი, მენტალური ჯანმრთელობის, ონკოლოგიური ძალიან ბევრი მძიმე შემთხვევაში შეიძლება ფატალურადაც კი დასრულდეს და სიკვდილი გამოიწვევს, მაგრამ იმის თქმა მინდოდა ვიდრე დავასრულებ, რომ შესაძლოა იქ ბალიჭში, კაზრეთში და კი მიმდებარე სოფლებში, რომლებიც უშუალოდ სადაც უშუალოდ ამ კარიერებიდან აღწევს მტვერი, აღწევს მძიმე მეტალები, აღწევს წყალი უშუალოდ იქ ახლოს, მაგრამ ნახევარი საქართველოს თითქმის იკვებება იმ ბოსტნეულით და სოფლის მეურნეობის პროდუქციით, რომელიც ამ სოფლებში და ამ რაიონებში, ამ მუნიციპალიტეტებში მოდის. და ეს პროდუქტი, ამ პროდუქტს ვჭამთ თითოეულ მივირთმევთ, თითოეული ჩვენგანი თბილისშიც, კახეთშიც, არ ვიცი, იმერეთშიც, სამეგრელოშიც და ყველგან, ხო? პომიდორი, სალათის ფურცელი, კიტრი, კომბოსტო, კარტოფილი და ასე შემდეგ. წლების განმავლობაში რა კვლევები სტარდებოდა, ყველგან იყო ნაჩვენები და დადასტურებული, რომ ეს ბოსტნეული იყო მძიმე მეტალებით დაბინძურებული. წყალი იყო დაბინძურებული ნიადაგში, ტყვის შემცველობა 300%-ით აღემატებოდა ზღვრულ ნორმას და როგორ შეიძლება 2-3 წელიწადში, თუნდაც 5 ან 10 წელიწადში რომც აღარ დააბინძურონ ეს მავნე ნივთიერებები და ქიმიკატები, მძიმე მეტალები ნიადაგიდან ამოვიდეს და ჩვენ აღარ ვიწამლებოდეთ. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია და მოსალოდნელი არაა. გელა, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან საინტერესო ინტერვიუები გველისახლა ნინოსთან და გუჯასთან თავისთავად ცხადია, მაგრამ აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და ასევე გელოდებათ ძალიან საინტერესო ვიდეო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ახალი ინფორმაცია საზოგადოებისთვის, მაგრამ აუცილებლად მინდა მაყურებელმა იცოდეს, რომ ჩვენ დავრეკეთ გარემოს დაცვის სამინისტროში, სააგენტოში და უარი მივიღეთ მონაწილეობაზე, მათ მონაწილეობაზე ჩვენს ეთერში, თუმცა ვფიქრობ, რომ საერთოდ მნიშვნელოვანია ამ უწყებამ იგრძნოს თავისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებში. ასევე დაუკავშირდით RMG-ის კომპანიას და გვინდოდა რომ ამ წერილს ხო მოდით ყველა ვარიანტში ჯერ ვნახოთ ვიდეო და შემდეგ წავიკითხავ წერილს რომელიც RMG-სგან მივიღეთ და უფრო გასაგები იქნება ალბათ რაზე ვაპარაკოთ. პირველი კარიერი ყველაზე დიდი ტკივილი საქართველოსთვის ის არის საყდრისი, შემდგომ ეს ხომ თეთრად რომელიც თეთრად და ის იშლება მთლიან ბოლნისის დმანისის მაგისტრალზე და მთელი საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს მიწაკიდან გადის, ხედავს მაგ უბედურებას. მე ჩანს კაზრეთი პატარა და იმის უკან არის ყველაზე დიდი კარიერი ზოგადად, უბრალოდ ვერ ვხედავთ აქედან, რადგან მთებში არის შიგნით. ასევე მარცხენა მხარეს არის მუშევანის კარიერი, რომელიც გაიხსნა 2022 წელს და ახლა წელს იგეგმება მაგის გაფართოება 7.5 ჰექტარით. ეს სამი დიდი კარიერი. ეს სამი დიდი კარიერი და რომელიც ფართოვდება. ჩვენი ხეობის მარცხენა მხარეს უკვე ბნელი ხევის კარიერი, რომელიც ეს ორი რომ არის ხომ გადაწყვეტილი. ეს არის ტანძის უკანა მხარე, რომელშიც საკმაოდ დიდი პროტესტი იყო 2017-18 წლებში და იმისგან ოდნავ მარჯვნივ მტვერი საიდანაც ამოდის, ეს არის სოფელი ბექთაქარი, სადაც არის დახურული
სპორტული კარიერი. დარბაზის ხეობა, ციფორი, ხახალაჯვარი, გეტა, ჭრეში, ფოცხვერიანი და თავად სოფელი დარბაზი კარიერების ალყაში ექცევა. გაუდაბნოების ტალღა, რომელსაც საყდრისი ყაჩაღიანისა და კაზრეთის შემოგარენში წლების განმავლობაში უყურებენ, ახლა მათ სახლებს უახლოვდება. ეს საფრთხე პირველად თებისკენ მძიმე ტექნიკის გააქტიურებულ მოძრაობაზე წყემსებმა იეჭვეს. სოფლებში არაფერი იცოდნენ. პასუხი არც გამგებელს, თვითმმართველობას, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას არ აღმოაჩნდა. შემდეგ ადგილობრივი აქტივისტები დაიხმარეს და უამინდობის გამო მიუვალ მთაზე დრონი აწიეს. კადრში გაჩაღებული სამუშაოები გამოჩნდა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის ცხელხაზზე კი ადგილობრივებს განუმარტეს, რომ სანერვიულო არაფერი აქვთ და იქ მიმდინარე სამუშაოები ლიცენზირებულია. 2022 წელს, როდესაც მემორანდუმი დაიდო მოსახლეობის და კომპანიის მხრიდან, იმ მემორანდუმში იყო ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იმისა, რომ სოფლის მიმართულებით აღარ გაფართოვდება კარიერი რასოდეს და ის ეხლა რასაც აკეთებენ, ეს არის კანონის დარღვევა ცალკე, უფლებების დარღვევა ცალკე და თავიანთი დადებული მემორანდუმის დარღვევაც არის. კაზრეთი აქედან ცოტა მოშორებით არის, ხო? კაზრეთი, საყდრისი საბადო, ამ საბადოების ძალიან სერიოზული ზეკავლენა აქვს ჩვენ სოფელზე. წარმოიდგინეთ, ცოტა მოშორებით არის. ახლა ჩვენი სოფელთან თითქმის სოფლის თავზე რომ იღოს რამე საბადო ან სამუშაოები, ახლა თითქმის ამ სოფელში არ უნდა ვიცხოვროთ. 6-მა სოფელმა სახალხო კრება მოიწვია და თავისი მოთხოვნები ხელმოწერებით დაადასტურა. დაუყოვნებლივ შეჩერდეს სამუშაო პროცესი, გაუქმდეს ლიცენზია და წიაღის მოპოვების ტერიტორიაზე კოორდინატები ისე შეიცვალოს, რომ სოფლები არ მოხვდეს მოსაპოვებელ ფართობში. მომავალშიც დარბაზის ხეობაში არ გაიცეს არანაირი ნებართვა. მე როგორც ამ მიწაწყლის შვილი არ მინდა რომ ჩემი სოფელი განადგურდეს ვიღაცების ჯიბების გასკელების გამო. ხალხს უნდა წესი ცხოვრება თავის მშვიდად ცხოვრება უნდა. არა ის მშვიდობა, რომელსაც ახლა პოლიტიკოსების მხრიდან ვისმენთ მშვიდობა, რეალური მშვიდობა უნდა ამ ხალხს. თავის მიწაზე, საძოვარზე, თავის ბაზრობაზე, თავის სოფელში რაღაცა გააკეთოს, იცხოვროს. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც მოსახლეობა სოფლის მიდამოებში კარიერების გახსნას ეწინააღმდეგება, მათი ლუკმაპურია. მადნის მოპოვება ჰექტრობით საძოვრებს ყლაპავს. მესაქონლეობა კი აქაურების მთავარი შემოსავალია. რიგითმა ადამიანმა რომ ხემოჭრას მოვლენ და აჯარიმებენ. ესენი კიდევ პირწმინდად ჩეხავენ და არაფერი. იმისთვის იგივე კანონი რატომ არ არის? არასდროს არ დავთანხმდებით. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი რძის პროდუქტია. ყველი, კარაქი, 46 წელია ამას ვაკეთებ. რა შემიძლია სხვა? საყვენელი აბარაკრ სხვა საძავლე სვატკილი არ არის, სატორო ატკილი არ არის. երգետ Գոմերջոս Գելա Աբդակ Თქვენია ეს ფერმა? და აქ ოქროს მოპოვება რომ უნდა დაიწყონ. საწაიყვან ამ საქონელს საძოვრებით აღარ იქნება. не хотим, чтобы здесь поработали. არ გვინდა არემჯიმ რომ იმუშაოს აქ. ჰაერს აბინძურებენ, ბუნებას ანადგურებენ. ამ სოფელში ყველა მესაქონლეობას მისდევს. ამ მთის იქით გადასვლა უკვე შეუძლებელია. ყველაფერი იმათ აქვთ დაკავებული. საძოვრები აღარ არსებობს. ჩვენი მამაპაპები აქ ცხოვრობდნენ და იგივე საქმეს მისდევდნენ. შარშან სოფელში 800-1000 მსხვილფეხა საქონელი იყო. წელს 250-მდე შემცირდა. აბა რა უნდა ვაკეთო? სამსახურში მე აღარ მიღებენ, მოხუცი ხარო. წესიერ პენსიას არ მიხდიან და აბა რა ვქნა? ოჯახი როგორ ვარჩინო? მოვიპარო? Чем будем заниматься? Воровством будем заниматься? Это лет где-то 5-6 там назад. 5-6 წლის წინ აქ არქეოლოგები მუშაობდნენ. Здесь они выкопали. უამრავი საფლავი გაითხარა. ხედავდით ძვლებს რომ პოულობდნენ. Ихние вот эти кости. Где-то несколько время. რამდენიმე ხანი ღია დეწყოთ აქ. მერე მოკრიბეს, ცელოფნის პარკებში ჩააწყვეს და წაიღეს. Собирали, окучивали в целлофанных мешках и убрали. Вот где там это завод. RMG-ის ქარხანა სადაც არის, იქ დოქები ამოდიოდა და ამოდიოდა მიწიდან. იქაც იყო საფლავები, მაგრამ ქარხანა მაინც გახსნეს. ხანდახან მზის ამოსვლისას მთაზე ავდივართ ხოლმე. ქარხნიდან რომ ბოლი ამოდის, დიდხანს მზერას ვერ გაუსწორებ. იქ ჩიტებიც კი არ დაფრინავენ.
იქით ციხესიმაგრეები იყო მთებზე. ახლა ყველაფერი დანგრეულია. 50 წელია კაზრეთი მუშაობს. გარშემო ერთი მცენარე არ არის. ხან რა დათესეს, ხან რა. არ ამოდის. სასაფლაოს გათხრა და ყველა ის საქმიანობა, რაც RMG-ს შვილობილი კომპანიის, კავკასიის სამთო ჯგუფის, ანუ CMG-ს მიერ ხორციელდება, ახალი ტერიტორიების ძებნა-ძიებას ემსახურება. იმის განსაზღვრას, რამდენი ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ამოღებას მოახერხებენ ახალი საბადოდან ყოველწლიურად. გეტელი ფერმერის ნახსენები უდიერი დამოკიდებულება ხეობის ისტორიული ძეგლებისადმი, საყდრისის აფეთქების შემდეგ სასაცილოდაც არ ეყოფა ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას. 10 წლეულების განმავლობაში არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, როდესაც ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ იქ ფერადი ლითონების მოპოვება დროებით მაინც შეაჩერა. სასაცილოდ არ ეყოფათ მიცვალებულების ნეშტების მოკითხვაც ძველი სასაფლაოებიდან, რამდენადაც აქ პირველი ევროპელების მხარეში ევროპულ სტანდარტებს აღარ კითხულობენ, პრეისტორიულ ადამიანებს კი არა, ცოცხლებსაც არავინ დაეძებს. სტატისტიკურად ბოლნისში ვიცით, რომ ძალიან კაზრდილია ონკოლოგიური დაავადებები, სიმსივნე და კი ბატონო ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ხალხი არის ავად, ხალხის ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა და იმიტომ არ გვინდა ჩვენ. თორე ახლა ჩერნობილშიც ადამიანები ცხოვრობენ, ახლა რავი, სადაც ატომური ბომბებით რო იბომბებოდა ოკაზაკია თუ რა ის იაპონიაში, ხო? იქაც ცხოვრობენ ხალხი, მაგრამ როგორ ცხოვრობენ ის ბავშვები, როგორ იბადება, რა ხანგრძლივობით ცხოვრობენ ხალხი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია? მთავარი საკითხია ეს და არა ის, რომ კი ბატონო ადამიანები ცხოვრობენ. აგერ კაზრეთის кейსი, რომელიც დამტრეულია მთლიანად იქაურობა, გათხრილია მიწა, იქიდან ამოღებული მიწა, ანუ რომელიც ფერადი ლითონების მოსაპოვებლად იყენებენ მაგ მიწებს და ხარშევენ სხვადასხვა ქიმიური რაღაც დანამატებით, ის მთლიანად, ანუ რაც იხარშება, თვითონ როგორც ორთქლი ამოდის ჰაერზე და მერე ჩამოდის, აი როგორც კვლევებში წერია, 22 კილომეტრის რადიუსში ვრცელდება. და ეს შესაბამისად ჩამოდის ჩემთან აი სახლში, რომელიც დედაჩემს ატათესილი აქვს, რავი, კიდრე პომიდე რაღაცა ჩვენთვის საჭმელად. მომიწამლავს ეს. მომიწამლავს და მეორე ის ქიმიური დანამატებით გარეცხული მიწა, ანუ იმის იცახიან კუცასავი, აგერ ამ მთის უკან არის უზარმაზარ კუცასავი, რომელიც აი მზე რო ამოდის, ორთქლდება, ქარი რო არის მთლიან მოაქვს ჩვენთან, არა მარტო ჩვენთან, მთლიანად, აი ბოლნისის ტერიტორიაზე. ანუ 22 კილომეტრი რო დავთვალოთ ეპიცენტრი აქედან მიდიხარ მარნეულში, მიდიხარ დმანისში. ხვდებით, ანუ აქ ცხოვრება შეუძლებელი იქნება ეს ამ ხელაზე რო გაფართოვდება. RMG-ს მრავალწლიანმა სამთო მოპოვებითმა საქმიანობამ ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში უმძიმესი ეკოლოგიური კრიზისი გამოიწვია. ეკოციდი. ექსპერტები ვითარების აღწერაში ამ ტერმინს იყენებენ. სპილენძისა და ოქროს მოპოვების პროცესში წარმოქმნილი საწარმოო ჩამდინარე წყლები წლების განმავლობაში პირდაპირ მაშავერაში, კაზრეთულასა და ფოლადაურში ჩაედინებოდა. ამ მდინარეებით ირწყვება ქვემო ქართლის სავარგულები. მოწამლული საკვების ჯაჭვზე საუბრობს გერმანელი და ქართველი მეცნიერების მიერ ჩატარებული მრავალწლიანი კვლევებიც. მათი დასკვნით, საწარმოო ტერიტორია სერიოზულად არის დაბინძურებული მძიმე მეტალებით. რიგ უბნებზე კი მდგომარეობა კატასტროფულია. ტოქსინების მომეტებული მაჩვენებელი 15 დასახელების ბოსტნეულში დადასტურდა, რაც იქაურ ისპანახს, კომბოსტოს, სალათის ფოთოლსა და სხვა მოსავალს ევროკავშირის სტანდარტებით საკვებად უვარგის ხდის. მავნე ქიმიკატების შემცველ პროდუქტსა და კარიერიდან კილომეტრებზე გავრცელებულ დაბინძურებულ ჰაერს უკავშირებენ ონკოლოგიური დაავადებების სიმრავლეს რეგიონში. ქვემო ქართლის სიმსივნის გავრცელების ერთ-ერთ ეპიცენტრად ითვლება. სამთო მოპოვებითი საქმიანობა რეგიონის ფარგლებს შორს სცდება. იქ მოწეული მოსავლით სეზონზე ნახევარი საქართველო იკვებება. 100,000 საქონელი ყავს. საჩეინახავს ხალხი. ხარგაკეთებს. აქ სოფელია. სიმინდი არ გამოვალ, არს პანდორი იქნება, არს აგურც იქნება და არაფერი რა. Причем სიმინდი, კაცო. Открыто есть вредный. ღია კარიერი მავნეა,
ყველას წამლავს. ხალხის სულელი ხომ არ არის? რატომ უნდა მოვიწამლო? ადამიანური ცხოვრება გვინდა. Надо жить по-человечески. Где люди живут 4 километра. Такой закон стоит. აქ არის 4 კილომეტრი. Ара, ой, ара, ძროხას სადვაძოვო, მთელი ტერიტორია წაიღეს. შიმშილით მოვკვდე? Мы слышим. ამას ვსუნთქავთ, ამას ვყლაპავთ, ამ მავნე ჰაერს. ეგეთი კანონი დედამიწაზე არ არსებობს, ეს რომ დასაშვები იყოს. RMG-ს ლიცენზიის ვადა 2041 წლამდეა და საქართველოს მთელი ტერიტორიის 2%-ზე მეტ, ჯამში 188,000 ჰექტარზე ვრცელდება. ამ საქმიანობის შედეგებს დმანისელები საკუთარ ჯანმრთელობაზე გრძნობენ. მეცნიერები კი ამბობენ, რომ ამის ფასს მრავალი შემდეგი თაობაც გადაიხდის. მძიმე მეტალები ნიადაგში შეიძლება 50, 100 და 300 წელიც კი დარჩეს. მაგალითად, ტყვის გამოდევნას ორგანიზმიდან სულ მცირე 30 წელი სჭირდება. მოკლედ, ბოლნისის და დმანისის რაიონების სოფლებში უახლესი კვლევები არ არსებობს, იმიტომ რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არაფერს აკონტროლებენ, არც ნიადაგს იკვლევენ, არც წყალს, არც მდინარეს, არც ბოსტნეულს, მაგრამ ბოლო კვლევები რაც ჩვენ გვაქვს და თვით სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ არის ჩატარებული, თარიღდება 2018 წლით. ამ კვლევებშიც კი საგანგაშო მდგომარეობაზეა პირდაპირ საუბარი, გამოიკვლიეს ბოლნისის და დმანისის რაიონებში 46 ბავშვი და ყოველი მესამე ბავშვის სისხლში აღმოჩნდა ტყვის მაღალი შემცველობა, რაც საშიშია მათი ჯანმრთელობისთვისაც და სიცოცხლისთვისაც. RMG-ს კარიერის განსაკუთრებული ზეგავლენის, მძიმე ზეგავლენის ქვეშ არის ეს ორი დასახლება, დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭი, ჩემგან ხელმარცხნივ. გამარჯობა. გამარჯობა. გრამეს? თქვენ ვიმზადებით. სამსახურის თანამშრომელი. ვისი სამსახურის? და რა გინდათ? არაფერი, ამის დახმარება ხო არ გინდა? არა, დიდი მადლობა. ვიმზადეთ. გელამ თბილისშვილი ვარ, ჟურნალისტი. და, ჟურნალისტები ხარ, გადის. ზარო არის და შესაძლებელი. ზაროა საჯარო სივრცეში ვარ, არაფერი. რაცია იყიდა თან კერძე და გადასცემდა ინფორმაციას. და ეს პატარა იო-მიოები რამდენი ხანია გვივლიან გარშემო. ესეც შეხედე. აი რა უნდა ეხა ამას. ბოლნისში, დმანისსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში RMG-ს თავისი პატრული ჰყავს და გამვლელ-გამომვლელსაც კი აკონტროლებს. ხელისუფლება მათ არაფერში ზღუდავს. სანაცვლოდ, კომპანიისგან შეუზღუდავ პოლიტიკურ ლოიალობას იღებს. ლაშა ჩხვიმიანი გასულ არჩევნებში სამართლიანი არჩევნების გრძელვადიანი დამკვირვებელი იყო. მის მშობლიურ ქალაქში, დმანისში, ქართული ოცნების სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაცია კომპანიამ პარტიაზე ადრე დაიწყო. ჯერ კიდევ მაისიდან სთავაზობდა მოსახლეობას სამუშაო ადგილებს ოცნებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ. მერე ყველაფერი ჟანრის კლასიკის მიხედვით. ვინც დუმს, მუშაობს. ვინც მუშაობს, დუმს. RMG-ში შექონდათ ბიულეტენები, სადაც შემოხაზული იყო 41 და ეუბნებოდნენ თანამშრომლებს. ხო იცით, არჩევნებზე აი ესე უნდა გააკეთოთ. იქ ჩვენი კაცი იქნება და დაგაკვირდებათ და მართლაც CESCO-დან კომისიის წევრები ძალიან ბევრი იყვნენ RMG-ს თანამშრომლები. და ყოველ არჩევნებზე RMG სახელმწიფოსთან ერთად ჩართულია არჩევნების მოპარვაში და ამ ადამიანებისთვის თავისუფლების მოპარვაში. ახლა ექსპერიმენტი რო ჩაატაროთ, აი გავიდეთ ცენტრალურ ქუჩაზე, რომელიც 6 წელია კეთდება, იქ ხალხი იმ დანგრეულ ამოთხრილ გზაში იდგება, ისე გეტყვით, რომ ყველაფერი კარგადაა. სწორედ ასე. ამოთხრილ და გაუდაბნოებულ მთებს გაჰყურებდა ფამილ ნაბიევი და მორჩილად იმეორებდა. ყველაფერი კარგადაა. ეს თავრობა აირჩიე წინ შემოდგომაზე? ყანიშნა. ხო. სანამ ოქროს მაძიებლებმა მის სოფელსაც არ მიაკითხეს. დარბაზში სორობ, ჩემი საკონელი ეს სოროხა, პატარები და დიდები 40 წელი რა, სულ. სხვა საქმეა, საერთოდ არ არის ამ სოფელში. რა ვიცი, 50% აქ ამ სოფელში, ამ საქმეში ესა. ძროხა და სხვა. ხო. თუ გადათხარი საქაურობა და ოქროს მოპოვება დაიწყეს, შესაქმნელსაც წაიყვან.
რა ვიცი ესა საერთოდ ეს ცარიერი იქნება რა აქ ესა ასია ხო და თუ ეს საძოვრები არ იქნება საქონელი უნდა გაყიდოთ სხვა შანსი ხარ იქნება კაცო ხერი არ მინდა კაცო საერთოდ არ მინდა მაგის ესა სურათი არ მინდა ნახოთ რა ესა ეს სხვა სოფელში რა ხერი იყო რა ხერი იყო საერთოდ არაფერი სხვა ხალხი ესა მუშაობ სხვა სოფელიდან სხვა ქალაქიდან მუშაობ 300 ლარად ესა თავის ეს სოფელია თიში ნახავია რა ესა 1500 ლარად მუშაობ უფრო იაფად მუშაობ 3000 რომ იყოს გაწყობთ 300 არა 100,000 არ მინდა სამშობლო იყიდება თუ გაგიდეთ შენი ესა კაცობასა სადარჩებით ხეირი, რომელიც ქვემო ქართლისთვის RMG-ს მოაქვს, ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, ადგილობრივ ეკონომიკაზე გავლენაა. სადაც შედის კომპანია, მან ცხოვრება იკარგება და ჩერდება. ის არის უკვე დეგრადაციის პროცესი. ისედაც ამ სოფლებში ძალიან რთული სოციალური ფონია, ეკონომიკური ფონია, ინფრასტრუქტურის პრობლემა გვაქვს, არ გვაქვს საბავშვო ბაღები, არ გვაქვს ნორმალური წესიერი სკოლა, არ არის მუნიციპალური ტრანსპორტი, ბევრ სოფელში სასმელი წყალი არ არის მოწესრიგებული, გაზიფიცირების პრობლემა, მაგალითად მუშევანში დღემდე არ არის გაზი, ბექთაკარში დღემდე არ არის გაზი. იქ მოიპოვება ოქროს სპილენძი, ვერცხლი, მაგრამ მაგ ხალხს არ აქვს გაზი. და ეს ყველაფერი თაც მიზანმიმართულად აქ ცხოვრებას არავინ მხარს არ უჭერს, ინფრასტრუქტურის მოწყობას და სერვისების მიწოდებას არავინ არ უწყობს. მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ და ძალიან მარტივად მოდის ლოგიკურად, რომ სპეციალურად არის ეს ყველაფერი, რომ ხალხი დატოვოს ეს სივრცე და წავიდეს. მოსახლეობის დაყოლიება და პროტესტის ჩახშობაც ამ არგუმენტით იწყება. აი, გაიხსნება კარიერი და ავაშენებთ საბავშვო ბაღს. სახელმწიფო და კომპანია ერთად შემოვიდნენ ზოგადად და თქვენ რომ გპირდებით 2 წელიწადში აეროპორტს აგიშენებთ აქ. და გექნებათ პირდაპირ ფრენები სხვა ქვეყნებთან. ჩვენ მაგას ეგეც არ გვინდა. დარბაზის ხეობის პროტესტი რომ ახირებას არ მივაწეროთ, რაბილ ისმაილი ბერთაკარის მაგალითს იშველიებს. კარიერი იქ 2022 წელს გაიხსნა. დანარჩენებისგან განსხვავებით, ბერთაკარში ძვირფას ლითონებს დახურული წესით მოიპოვებენ. ესეც ის სოფელია, ოქროზე რომ ცხოვრობს. გაზის, წყლის, საბავშვო ბაღისა და ტრანსპორტის გარეშე. თავის დროზე ამბობდნენ რომ არანაირი საფრთხე შეგიქნებათ. ეხლა სახლები ინგრევათ თავზე ადამიანების და ბევრი ადამიანი დატოვა თავის სოფელი მაგის გამო. სოფლის ქვეშ არის. სოფლის ქვეშ არის. კი. ზუსტად, ანუ იქ ზაგისაც ბევრი მოსახლეობა არ არის, დაახლოებით 60-70 სახლია. ეხლა დარჩენილი არის 20-25 ოჯახი. მათი დიდი ნაწილი მუშაობს კომპანიაში, სამწუხაროდ, თუმცა ამავდროულად სახლები ინგრევა იმ სოფელში და 5 წელიწადში შეიძლება აღარც იყოს ის სოფელი. დარბაზის ხეობაში 10 მაისს გამართული საპროტესტო შეხვედრის ღამეს კომპანიამ ტექნიკის მუშაობა შეაჩერა. 11 მაისს აღჭურვილობის დაშლა დაიწყეს. 12 მაისს ტერიტორიიდან ტექნიკა სრულად გაიყვანეს, მაგრამ ადგილობრივებისთვის ეს საკმარისი გარანტია არ არის. პასუხს სახელმწიფო ინსტიტუტებს სთხოვენ და არა RMG Groups, რომლის მფლობელები რუსი მილიარდერები არიან. უახლესი ამონაწერების მიხედვით, ჯგუფში შემავალი სამივე მსხვილი კომპანიის უმაღლეს მმართველ რგოლში კვლავ უშუალოდ სხედან რუსეთის მოქალაქეები. დმიტრი ტროიცკი, დმიტრი კორჟევი და ირინა ნიკიფოროვა. ტროიცკი და კორჟევი 2009 წლამდე ვლადიმერ პუტინთან ერთად ფლობდნენ ბანკ სანქტ-პეტერბურგის აქციებს. ვიღაცისთვის ძროხადაც ხვარია საქონელი. ვიღაცისთვის მხოლოდ ოქრო ვერცხლი. და ამ გაცხოველებულ ფულის კეთებაში არც კანონი რჩება, არც ელემენტარული გონიერება და მით უმეტეს არაფერი ცნობილი ხალხური სიბრძნიდან, რომ ნამუსიც კარგი საქონელია. შანსი არ არის, ეს ჩემი სამშობლოა. ეს ახლა თქვენ ქართველები ხართ, მე აზერბაიჯანელი ვარ რა. აფხაზეთი და სამაჩობლო ხო ჩვენთვის საქართველოს მოქალაქეებს რას ნიშნავს დარბაზი ჩემთვის პირადად ასეა როგორ შეიძლება თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რომ ვიღაცამ გამოვიდეს რომ მე რუსებმა აი მომცეს რაღაც თანხა და უარი ვთქვათ აფხაზეთზე ნორმალურია ეს ჩემთვის ეს საკითხი ეს სამშობლოს და მიდის საკითხი და დავიცავთ ყველანაირად რა
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავაბრუნებ აფხაზეთს და სამაშობლოს, მაგრამ თუ ეს ბუნება, ეს სოფელი განადგურდება, მაგას ჩვენ ვერ დავაბრუნებ. ადამიანების სიცოცხლის ჯანმრთელობას ჩვენ ვერ დავაბრუნებ, ჩვენი ბუნებას დღეს ვერ დავაბრუნებთ. ეს არის გამოუსწორებელი შეცდომა. ახლა უკვე მეორედ მიწევს ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი მადლობის გადახდა აი იმ პოზიციისთვის, რომელიც მათ ამ ვიდეოში გამოავლინეს თავისი სამშობლოს მიმართ, თავისი ადგილის მიმართ, სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ და იმედია რომ დიდხანს მოუწევთ და ჯანმრთელად ცხოვრება. ყოველთვის ჩვენ ასე გვინდა რომ იყოს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრებს მობრძანებისთვის. ნინო, არსებობს სახელმწიფო, არსებობს საკანონმდებლო აკონტროლებელი უწყება, არსებობს კანონმდებლობა მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, თითქოს არსებობს ხოლმე ეს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოში, ნორმალურ სახელმწიფოში ყველაფერი. რა სურათს ვაკვირდებით ახლა ჩვენ, რა მხარეს დგას ამ შემთხვევაში სახელმწიფო და რა მდგომარეობაში არიან მოქალაქეები, ჩვენი თანამემამულები, ადამიანები, რომელთა მიწაზეც დღეს სრულიად სასწაული ამბავი ხდება. ну თუ კი დარბაზის შემთხვევაზე ვსაუბრობთ ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო თითქოს და რაღაცა ეს დისტანცირებული პოზიცია უკავია თითქოს არც ერთ მხარეს არ არის მაგრამ სინამდვილეში ის არ არის თავისი მოქალაქეების მხარეს ხო კვირების განმავლობაში ადამიანები რეკავდნენ ხან ერთ უწყებაში ხან მეორეში რომ გაეგოთ უბრალოდ რა ხდება მათ საარსებო გარემოში სიახლოვეს სადაც მუშაობს ტექნიკა და არ იცოდნენ რა ტიპის სამუშაოებია რისთვის არის საბოლოოდ თითქოს და ეს გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მიიღეს ინფორმაცია, მაგრამ კვლავ დღემდე მაგალითად უცნობია რომელი კომპანია მოიპოვებდა თუ შესწავლითი სამუშაო იყო ეს, რამდენი ხანი უნდა გაგრძელებულიყო ეს სამუშაო, დეპარტამენტმა უთხრა რომ ეს იყო RMG კოპერი, მაშინ როდესაც განცხადება თავად გააკეთა კავკასიის სამთო ჯგუფმა და თქვა რომ ჩვენ ვაწარმოებთ ამ სამუშაოებსო აი ეს რა სურათს ხატავს აი თუნდაც ეს ეხლა ამ წუთას რასაც ვიგებთ ხო არ ვიცი მე მაგალითად მე ვთვლი რომ მე ვერ მივიღე პირადად მე ერთმა ადამიანმა თუნდაც საბოლოო ჯამში მყარი პასუხი საჯარო უწყებისგან და ფაქტიურად რაღაცნაირად მოტყუებულადაც გძნობ თავს რომ ანუ თითქოს ავცელებდნენ ინფორმაციას იმისთვის რომ უბრალოდ ადამიანები გაჩუმებულიყვნენ და დაწყნარებულიყვნენ არ ეღელვათ და ასე შემდეგ არ გამოეთქვათ პროტესტი თუმცა ადამიანებს ახსოვთ 2012 წლის საყრისის აფეთქება ეს ძალიან კარგად ალბათ ადგილობრივებს ყველაზე კარგად ეხსოვებათ შესაბამისად დაწყნარების არანაირი საფუძველი არ არსებობს ნინო სანამ შემდეგ კითხვებზე გადავალ აუცილებლად მინდა RMG Gold-ს ჩვენ მივმართეთ როგორც უკვე ვთქვი გადაცემის დასაწყისში ჩვენ მივიღეთ პასუხი მათგან და ამ პასუხს ახლა მე რა თქმა უნდა წავიკითხავ და მინდა რომ იცოდეს მაყურებელმა ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა ასეთია ჩავთვალეთ საჭიროთ საზოგადოებას გავაცნოთ ნაწილი მხოლოდ ამ წერილის თუმცა ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს მათ მივცეთ საშუალება რომ თავიანთი პოზიციები დააფიქსირონ თავისთავად ცხადია პროფესიონალებთან ერთად ასე რომ თუ პარასკევის საღამოს დარეკილი შაბათის თქვენს ვიზიტს ძალიან ხელს შეუშლი და თქვენ გაქვთ საშუალება ნებისმიერი შაბათი დღე აირჩიოთ და ჩვენ დაგითმობთ ეთერს და დავსვამთ ყველა იმ შეკითხვას რომელიც საზოგადოებაში ჩდება ეს კითხვები რომ არსებობს იმედია ამ გადაღებული ვიდეოთი თქვენ დარწმუნდით RMG შვილობილი კომპანიის CMG-ს განცხადებაში დარბაზის ხეობაში მიმდინარე სამუშაოების თაობაზე ვკითხულობთ სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის ფარგლებში კომპანიას ასევე აქვს სატყეო სააგენტოსგან აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყით სპეციალური სარგებლობის ნებართვაც ხაზგასმით აღნიშნავთ რომ ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები ატარებს ძებნაძიებით ხასიათს რომელიც გულისხმობს თხრილებისა და ჭაბურღილების მოწყობას მსგავსი სამუშაოები თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე სტანდარტულად 2-3 წელი გრძელდება ამიტომ ახლო მომავალში აქ წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების დაწყება არ განიხილება კანონმდებლობა აღნიშნულ ეტაპზე არ ითვალისწინებს საჯარო
განხილვებს. კომპანიის წერილში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის მონაწილეობით საჯარო განხილვები მხოლოდ შემდგომ გეზეშეს მოპოვების ეტაპზე ევალებათ. აქვე აუცილებლად უნდა კითხო. ეს ნამდვილად ასეა, კანონმდებლობა აღნიშნულ ეტაპზე არ ითვალისწინებს საჯარო განხილვებს. ნებისმიერი მოქმედება სადღაც, ნებისმიერ ტერიტორიაზე. წინაპირობა არის განსაზღვრული სწორედ სკოპინგი, ანუ საჯარო განხილვები. რამდენად არის სწორი ის, რაც აღნიშნეს ამ წერილში. ხო, რაც შეეხება, თუ კი ეს არის კვლევაძიებითი სამუშაო, ამ შემთხვევაში არ საჭიროებს გარემოზე მოქმედების შეფასებას, თუმცა ის, რომ ამ გვარ სამუშაოებს არ აქვს რაიმე ტიპის, რაიმე კი არა და საერთოდ, ეს არის სამუშაო, რომელსაც აქვს, რა თქმა უნდა, გარემოზე ზეგავლენა, ხო და ადამიანები საუბრობენ კიდევაც ამის შესახებ. კანონი დღეს არ ითვალისწინებს საჯარო განხილვების მოწყობას ამ ეტაპზე, თუმცა პრობლემური არის თავად ამ ლიცენზიის გაცემის დროს მიღებული გადაწყვეტილება, როგორ იქნა მიღებული, ხო? ლიცენზია არის 2011 წელს მოპოვებული. არავინ არ შეეკითხა ამ ადამიანებს, მათ არსებო გარემო, რომ უნდა ფაქტიურად გასხვისებულიყო ეგ 9 საათში გადაწყდა 2011 წლის 29 დეკემბერს. კი, ზუსტად ასე იყო. და დღეს ფაქტიურად ამდენი წლის შემდეგ ადამიანებს ეუბნებიან, რომ ის რა ჩვენ აქ ვაგზელებთ ახლა მუშაობას და თქვენი საქმე ჯერ კიდევ ისევ არ არის აქ. ანუ როცა მივალთ იმ ეტაპამდე, რომ საჯარო განხილვა უნდა ჩატარდეს, მხოლოდ მაშინ გეტყვით, რას ვაპირებთ. რამდენად არის ხა ეს ნორმალური მიდგომა და რამდენად არის კარგი პრაქტიკა? მithumedes იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც უკვე ნახა მოსახლეობა თავისთავად წადი. სანამ გელასთან გადავალ, იმიტომ რომ გელა ძალიან ბევრი კითხვა აქვს ვიცი და ძალიან ბევრი იკვლია ამ მასალები. მე აუცილებლად მინდა კითხოთ, ვიდეოში თქვენ ალბათ ნახეთ, როგორც კი გადამღები ჯგუფი ჩავიდა ცენტრალურ გზაზე, რომელთანაც ხელი არანაირად არ უნდა კონდეს კომპანიას, მათ ძალიან ისეთი დეტალური გამოკითხვა მოუწყვეს თუ რატომ, რა მიზნით იყვნენ შესულები, რა აინტერესებდათ, რამდენად ვრცელდება ეს მოსახლეობაზეც მათ შორის ადამიანებზე, რომლებიც გადაადგილდებიან ტერიტორიაზე. ეს აი ტოტალური კონტროლის ფაქტია პირდაპირ აი ესე. მზისით. მოსახლეობა სრულიად ვაკუუმშია. არ იცის რა ხდება იქ საერთოდ. აი რა ხდება, რა საკეთებენ, აი ეს ინფორმაცია არის დახშული. საერთოდ არაფერი არ ვიცით რა. და ყოფილა მიმართვები კომპანიისთვის, რომ აი ჩვენ გვაინტერესებს მაგალითად რა ხდება, ხვალ რას აპირებს, ეგ რას აპირებს. ბევრჯერ ყოფილა, ამ ხალხთან ერთად რა თქმა უნდა იყო ეს, ეხლა დარბაზი ახსენეთ თქვენ და დარბაზისთვის ეს წინ ბევრი მაგალითი ქონდა, მუშევანი ქონდა, იქ გეტა იყო, ხახლაჯვარი იყო და ეს ჩვენ გვერდში ვედექით ამ მოსახლეობას, თუმცა ნუ მოწყადია ეს მოსახლეობა და ხო რაღაც, მაგრამ ეს უკვე ამ დარბაზისთვის ეს სოფლები იყო მაგალითი და იმიტოდ განანახლა ასე. თავისთავად ხარ. კი ბატონო. თუმცა სახელმწიფო ხო უნდა იყოს აუცილებლად, თქვა ამ შემთხვევაში თავისი მოქალაქეების მხარეს. კი ბატონო, როგორ არა, ხო უნდა ვიცოდეთ იქ რა ხდება ელემენტარულად. არა, არაფერი არ ჩანს. ძალიან საინტერესო იყო, როცა რაბილმა თქვა ისმაილმა სხვათა შორის, რომ ზოგიერთ სოფელში გაზიც კი არ არის გაყვანილი, რამდენიმე სოფელში საბავშვო ბაღიც კი არ არსებობს და ეს ყველაფერი და ტრანსპორტი მათ შორის და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც აი ესეთი მძლავრი კომპანია ოპერირებს სამხელა და ოქროს ზოდებს ეზიდება საქართველოსთან. გელა, შენ დაგითმობ ახლა დროს კითხვებისთვის. მე მინდა დაუბრუნდე ნაკვლევ მასალას ისევ და მაყურებელს მინდა ფართოდ მოუყვე, ვის მიაქვს ქართული ოქრო და რა პირდაპირ კავშირები ჰქონდა ამ რუსულ კაპიტალს და ბიზნესს ვლადიმერ პუტინთან, ხო? რომელსაც საქართველოს 20% ჩვენთვის ძვირფასი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აქვს ოკუპირებული. მაგრამ ვიდრე ამაზე ვისაუბრებ, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ხელისუფლების დროს, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე ამ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში RMG ჯგუფი პირდაპირ შესისხლ ხორცებულია ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან. ან ხელისუფლების ყოფილი თანამდებობის პირები მიხავს თავისთან კომპანიაში გაწყვეტილების მიღებ პირებად, გავლენიან პირებად, ან პირიქით. ამ კომპანიის გენერალური დირექტორები და სამეთვალყურო საბჭოს წევრები ხდებიან სახელმწიფოში, აი მაგალითად კახაბერ კუჭავა, რომელიც 2015-2016 წლებში იყო RMG ჯგუფის ერთ-ერთი კომპანიის გენერალური დირექტორი, ხო? ჯერ გახდა 2016 წელს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მერე უკვე პარლამენტის თავმჯდომარე. მანამდე მაგის შემდეგ ასევე
ამავე პერიოდში იყო ვახტანგ ფარესიშვილი, რომელიც იყო RMG Gold-ის RMG-ის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და მასთან დაკავშირებული ან მისი შვილობილი რამდენიმე კომპანიის დირექტორი და შემდგომ გახდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე. ჩვენ რომ ფინანსური პოლიციად ვიცნობთ, აი იმ ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე. კიდევ უფრო მანამდე ყოფილი ხელისუფლების პირობებში, ხო, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, როდესაც ეს კომპანია გასხვისდა, მოკლედ ვიდრე შეიქმნებოდა RMG ჯგუფი, ერთი RMG ჯგუფი, ასე ვთქვათ, იქ არსებობდა სააქციო საზოგადოება მადნეული და შეპესე კვარციტი, ხო, ეს ორი კომპანია. პირველად ამ ორი კომპანიის პრივატიზება მოხდა 2005 წელს და მაშინვე მოხდა რუსულ კომპანიაზე, პრომიშლენი ინვესტორის შვილობილ კომპანიაზე. ეს იყო ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული და 2007 წელს გადასხვისდა, ანუ გაიყიდა ეს მადნეული და კვარციტი, უკვე გახდა ისევ რუსული კომპანია Geopro Mining მეპატრონე. ანუ ორჯერ მოხდა მოკლე პერიოდში ამის გასხვისება. ამ პერიოდში ამ კვარციტის და მადნეულის დირექტორი ხდება რუსეთიდან ახალი დაბრუნებული კობა ნაყოფია, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე რუსეთში სწორედ აღნიშნული რუსული ჰოლდინგის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ვინც იყიდა მადნეული და კვარციტი. და ყველამ ვიცით, რომ 2008 წლიდან ნაყოფია გახდა ნაციონალური მოძრაობიდან საქართველოს პარლამენტის წევრი და გონი არ ვიცი 2024 წლამდე თუ როდემდე იყო დიდი ხანი. ერთხელ რომ შევლეხო მე გამოსვლა აღარ უნდათ. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც მინდა ვთქვა, ანუ ის რა მდგომარეობაც ახლა არის ქვემო ქართლში შექმნილი ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში, ეს არ არის მხოლოდ RMG-ის უპასუხისმგებლობის, აი ეს ეკოლოგიური კრიზისი, ხომ შეიძლება რომ ასე დავარქვათ, არ არის მხოლოდ RMG-ის უპასუხისმგებლობის ამბავი, ეს არის სახელმწიფოს მიზანმიმართული პოლიტიკის ორივე ხელისუფლების პირობებში ტოტალური გულგრილობის და მთელი ამ კანონმდებლობის კომპანიაზე მორგების შედეგი. ეხლა რას გულისხმობ კომპანიაზე მორგების შედეგს? ესე იგი ჯერ კიდევ 2004 წელს სამწუხაროდ გარემოს დაცვის მარეგულირებელია ეს დაცვითი კანონმდებლობა ისე შერბილდა და იმდენი რამ გაუქმდა, რომ ფაქტობრივად ამ კომპანიას გაეხსნა სრულად ხელფეხი და კონტროლის მექანიზმები მოიშალა. შეიძლება დაუშვათ, რომ სპეციალურად ამ კომპანიის ალბათობით კი, რატომ ვამბობ დიდი ალბათობით კი, აი ახლა რასაც გეტყვით, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფომ ეს კომპანია ყველა ვალდებულებებისგან გაასუფთავა, რომ მომხდარიყო მისი პრივატიზება რუსულ კომპანიაზე. ეხლა რას გულისხმობ და რა მტკიცებულება გვაქვს ამისი. ესე იგი 2004 წელს რომ კანონმდებლობა შეცვალეს და ამ კომპანიას მოერგეს, რომ კონტროლის მექანიზმები მოშლილიყო და ასეთი აღვირახსნილი ოპერირება მომხდარიყო ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში გარემოს დაზიანებისა და განადგურების ადამიანების ჯანმრთელობის, ბავშვების მოწამვლის ხარჯზე, ეს ვნახეთ რეპორტაჟში, მაგრამ კულმინაცია აი ამ სახელმწიფო ფარველობის იყო 2012 წელს. როდესაც მთავრობამ გამოსცა უპრეცედენტო აქტი მადნეულისა და კვარციტის მოთხოვნით კომპანიებს 13 მილიონი ლარის სანაცვლოდ სრულად ეპატიათ 18 წლის განმავლობაში 1994-დან 2012 წლამდე პერიოდში ჩადენილი ყველა გარემოს დაცვითი დანაშაული. ამ გარიგებამ კომპანია ყველა ვალდებულებისგან ფაქტობრივად გაასუფთავა, ანუ ყველა ვალდებულების პასუხისმგებლობის გარეშე დატოვა და ამის შემდეგ უკვე 2012 წელს სააქციო საზოგადოება მადნეული და შეპესე კვარციტი რუსულმა კომპანიამ კაპიტალ ჯგუფმა იყიდა. კვარციტს ეწოდა RMG Gold, ხოლო მადნეულს RMG Copper. აი აქედან დაიწყო მოკლედ ერთმა რუსულმა კომპანიამ იყიდა, მეორე რუსულმა კომპანიამ იყიდა და მესამე რუსულმა კომპანიამ გამოისყიდა უკვე სრულიად გასუფთავებული. 2013 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ამგვარი გარიგებები, რომ კომპანიას ყველა ვალდებულება მოუხსნა გარემოს დაცვითი დანაშაულების ხარჯზე დაგროვილი, გააუქმა ამგვარი შეთანხმებები არაკონსტიტუციურად ცნო, მაგრამ მადნეულთან და კვარციტთან მიმართებაში სამწუხაროდ არაფერი არ შეიცვალა. და რეალურად RMG Gold-მა მერე დადასტურდა მოგვიანებით, როცა გარემოს დაცვითი ზემოქმედების დეპარტამენტმა იკვლია, დადასტურდა, რომ RMG Gold-მა მიწის დეგრადაციით გარემოს 29 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიაყენა, ხოლო RMG Copper-მა კაზრეთულაში მჟავე წყლების ჩაგვრით მილიონ ლარზე მეტი და კიდევ ერთი რამ მოკლედ. ესე იგი RMG-ის ოფშორული სტრუქტურები დღეს ანუ უკვე საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაზეა მთლიანად
Mining Investment არის ასეთი კომპანია, რომელიც ეხლა რომლის დაქვემდებარებაშიც, რომლის მფლობელობაშიც არის RMG Gold, RMG Copper და მთლიანად ეს RMG ჯგუფთან დაკავშირებული მჭიდროდ, ან მისი შვილობილი დაახლოებით 6 თუ 7 ასეთი კომპანია, რომელიც სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს, მაგრამ როდესაც ჩვენ ვახსენებთ რუს ოლიგარქებს და რუს მილიარდერებს, Dmitry Troitsky's, Dmitry Korzhev's და Irina Nikiforovas, ესენი სწორედ ამ mining investment-ის მართულ რგოლში შედან სამთავრობო საბჭოს წევრებად. ხშირად გვედა ეგ აღნიშნეთ, რომ ეს Dmitry Troitsky და Dmitry Korzhevi არ ვარ მოხარული ამათ გვარსახელები იმეორო, მაგრამ მიწევს, იყვნენ 2009 წლამდე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა ამას, ბანკ სანქტ-პეტერბურგის აქციონერები და მფლობელები ვლადიმერ პუტინთან ერთად. ახლა კიდევ ერთი დეტალი და ამით დავასრულებ, რომ მეც მაინტერესებს სტუმრებისგან ბევრი რამ. ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ არ იყოს RMG დაიღუპებოდა ბოლნისის და დმანისის რაიონები უმუშევრად შემოსავლების გარეშე, რომ ისინი არიან მუნიციპალური ბიუჯეტების ყველაზე დიდი შემომტანები და ასე შემდეგ. ნამდვილად ყავთ მათ ხალხი დასაქმებული, მნიშვნელოვანი რაოდენობა და არავინ არ არის წინააღმდეგი. მე პირადად წინააღმდეგი ვარ, რატომ უნდა მოიპოვონ ქართული ოქრო რუსებმა და რუსმა ოლიგარქებმა. ქართული ოქრო მოიპოვოს ნორმალურმა კომპანიამ, ისე რომ ამდენი გარემოსდაცვითი დარღვევა და უბედურება და განადგურება არ გქონდეს ჩვენ. თორე წიაღისეულის მოპოვების წინააღმდეგი კანონიერია, რა თქმა უნდა. ვინმე კი არა, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ადამიანები დაავადდნენ და უბედურება გამოიწვიონ. მაგრამ რაც შეეხება ანუ ახლაც ამ 2 დღის განმავლობაში, როცა დარბაზის ხეობის და ამ დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუშაობდი, ხშირად მოსმოდა, რომ აი ეგენი რომ არ იყვნენ, დაიქცეოდა მუნიციპალური ბიუჯეტი და გამოვიკულიეთ, დავინტერესდით, რა წილი აქვს ამ მუნიციპალურ ბიუჯეტებში. მოკლედ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში 40 მილიონია ჯამში, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის გადასახდელი მოსაკრებელი არის 10 მილიონი ლარი. ოღონდ ამაში არ შედის მხოლოდ RMG-ს შენატანი. ამაში შედის მათ შორის ხრეშიც, ქვიშაც, მადნეული, სხვა წიაღიც. ცხადია გვაქვს მოლოდინი, რომ RMG-ს წილი აქ იქნება ყველაზე დიდი. მაგრამ 40 მილიონიდან მხოლოდ 10 მილიონია RMG-ს შენატანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ამ რიცხვებს განზრახ ვუსვამ ხაზს, რათა შემდგომ გითხრათ, მათ რა შემოსავალი და რა მოგება აქვთ და სინამდვილეში რა სიმბოლური შენატანია ეს მუნიციპალურ ბიუჯეტში. მე არ ვარ დარწმუნებული გელა, რომ ჩვენ წვდომა გქონდეს სრულ სურათს, ალბათ, ხო? ეს არის საკანონმდებლო მაცნედან ამოღებული დოკუმენტური ინფორმაცია. არა, ამას ზუსტად არ გულისხმობ. მე ვამბობ, რა თანხას ეგ არ ვიცი, რაც რეგისტრირებული აქვს ფინანსურ ანგარიშებში ოფიციალურად იმის იქით ახლა რა ტიპის ბუღალტერია აქვს ეს და ვერ დავამტკიცე. ზონაში რაც შეეხება დმანისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტს, სულ არის ჯამურად 29 მილიონი და RMG-ს და ამ ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი ჯამში RMG და სხვა კომპანიები, თუ კი ვინმე ქვიშახრეში და კიდევ სხვა წიაღს მოიპოვებს. ჯამში არის მხოლოდ 2 მილიონი ლარი, ანუ 29 მილიონიან ბიუჯეტში მხოლოდ 2 მილიონი ლარია. ისე რომ იმის თქმა, რომ ამაზეა ჩამოკიდებული მთელი მუნიციპალიტეტი და დაიქცევა და დაინგრევა, ეს მონაცემებიც მიუთითებს ერთი მიმართულებით, რომ არ არის სწორი. ანუ ჯამში 2 მილიონი არის ძალიან ცოტა, ხო, 29 მილიონში. და აქ მინდა ხაზი გაუსვა RMG ჯგუფის კოლოსალურ შემოსავლებს. ანუ საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემებით, რომელიც ჩვენ ნახეთ რეპორტალზე, ასეთი ოფიციალური ვებგვერდი არსებობს, სადაც დიდი კომპანიები, მსხვილი კომპანიები აქვეყნებენ ფინანსურ ანგარიშებს, ძნელია ყველაფერი მარტივად ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ შესაძლებელია 2024 წელს RMG ჯგუფის წმინდა მოგებამ, შემოსავალმა და საერთო მოგებამ კი არა, მხოლოდ წმინდა მოგებამ 310 მილიონ ლარს გადააჭარბა. ანუ ეს არის საუბარი წმინდა მოგებაზე და არა საერთო მოგებაზე. ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი კომპანიის RMG Gold-ის საერთო მოგებამ 105 მილიონი ლარი შეადგინა. რაც 2023 წელთან შედარებით გაორმაგებული შედეგი, ანუ გესმით ხო რა მზარდია მათი მოგება, მაგრამ სანაცვლოდ თუ დავაკვირდებით ბოლნისის 2024 წლის ბიუჯეტს, 25 წლის გეგმას და 26 წლის პროექტს 15 მილიონი იყო წინა წლებში და ახლა არის 10. ან თუ კომპანიის მიერ ოქროს მოპოვება იზრდება რაოდენობრივად, მისი მოგება ორმაგდება, ანუ 2023 წელს იყო 52 და მე 2024 წელს მარტო მოგება, წმინდა მოგება გახდა 105 მილიონი ლარი. რატომ ბიუჯეტში ვერ იზრდება ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი? ხო იმას ნიშნავს, რომ ესე იგი მეტი მოიპოვა, შეიძლება ფასიც გაიზარდა, კი, მაგრამ მეტი მოიპოვა, მეტი უნდა გადაიხადოს და პირიქით იქ შემცირდა. და უნდა დაეთყოს ეს
ადგილობრივ მოსახლეობას პირველ რიგში. ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში ბევრი აზერბაიჯანული სოფელია. ჩვენ ადრეც გქონდა, როცა სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობაზე ვმუშაობდით, აგერ დარბაზის ხეობის სოფლებში საკმაოდ დიდი სოფელია დარბაზი თვითონ და საბავშვო ბაღი არა აქვს. საერთოდაც არასწორია მოსახლეობისადმი ასეთი აგდებული ცინიკური, დამამცირებელი დამოკიდებულება, რომ ეს მეორე ნახევარშიც ხო გვექნება წყალტუბოს სამბავი, ასე ხდება ჭიათურაშიც ყველგან, სადაც ბუნებრივ რესურსებს ასე კაცებრურად მოიპოვებენ, რომ ბაღი ხომ გინდა, გზა ხომ გინდა, გაზი ხომ გინდა და თუ RMG უნდა ამიშენოს ბაღი აბა სახელმწიფო და ხელისუფლება რად მინდა რისთვის ვაძლევთ მილიონებს ხელფასებში, პრემიებში და დანამატებში ახალ კიდევ რომ შეცვალეს კანონი და თავიდან გამოიწერეს. აი ახლა ყველაფერი მოვისმენთ და მართლა ძალიან ბევრია კითხვა დაგროვილი. მე არ ვიცი რამდენი გადაცემა შეიძლება იყოს ამ საკითხს. გუჯა აუცილებლად უნდა გადმოვიდე ნინოსთანაც ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს, მაგრამ პირველ რიგში თქვენთან აი ეს ყველაფერი მოვისმენთ, ხო? აი ესეთი ამხელა ბრუნვა, რაც შეიძლება გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე ამ წუთას ესე ასახულია პირდაპირ დოკუმენტებში. თქვენთვის მოსახლეობისთვის, ადგილობრივებისთვის, აი რა არის ესეთი თვალსაჩინო, რის გამოც გიღირთ ის ყველაფერი, რაც ახლა მაყურებელმა ნახა, თუ არ გიღირთ ყოველ შემთხვევაში, ნუ რაღაც ეტაპზე თვალს ხუჭავთ და ფიქრობთ, რომ მოდი. კარგად იყოს მოსახლეობა და თქვათ დავთმოთ რაღაცა ნაწილი. ხო, კი ბატონო, მეღიმება ახლა მაგაზე რა, ნამდვილად ახლა ის რასაც იქ ზიანდება, რაც ის ზიანდება, გარემო ზიანდება, ხო და ადამიანის ჯანმრთელობა ზიანდება, რას აკეთებს იმდეს რომ ჩვენ მაგითი სარგებელს ნახულობთ ვერაფერს. კი მართალია ეგ დასაქმებულები არიან ბიუჯეტის გარდა ახლა მე ეგ დასაქმებულია ნამდვილად არის დასაქმებული ადამიანები. თუმცა რის სანაცვლოდ? იქ მე ზიანის და სარგებლის თქვათ შეწონა რომ გავაკეთოთ. მე არა მარტო ზიანი და სარგებელი არ არის, მე მოდის არჩევნები და ამ ხალხს იყენებენ ამ არჩევნებზე ჩაამწყრივებენ და 98% იღებენ იქიდან რა. ეს დასაქმებულებზეა მხოლოდ ლაპარაკი თუ თქვა არჩევნები ხო ოჯახის წევრებს მე რეკინა ეს ისე აშინებენ რომ ეს გადადის ოჯახის წევრებზე და ასე ცელდება და ეს მიდის ხმებია უბრალოდ არჩევნების ხმებია ეს. აქ ეს ამას თავი დავანებოთ. ეხლა თქვენ ახსენეთ პროდუქტზე. აი ზუსტად ხო. აი თქვენ ხომ მეღვინე ხართ თან. ბოლნისი თითქოს მეღვინეობის ქალაქის განვითარების კუთხით. აი თქვენზე რა გავლენას აქვს? ეხლა გეტყვით რა, თანმიმდევრულად მიყვებით. თქვენ ახსენეთ პროდუქტი, რაღაც პოსტნეული, გარდა ამისა, მე კადრები მქონდა გადაღებული, აი ესე პატარა ვაი ფოლადაურის წყალზე, საქონელი ასეთი სოფლის საქონელი 200 ჩადიოდა და წყალს სვავდა. სურათები გადავუღე და აღარ მინახა დავასახელო. პიროვნებას უგზავნით ახლა ტელევიზიაში არ ვაგზავნიდი ამას და უგზავნიდი ისეთ ადამიანებს, ვისაც წვდომა ჰქონდათ RMG-სთან, აი ეს მე ვითომ ჩამოდიოდნენ სპეციალისტები და მე მეუნებოდი არ იქ არაფერი არ არის და ნუ მოდის ფერადი წყალი. ნუ მეც ახლა არა ვარ ის სპეციალისტი რომ იქ ვიცოდე რა მოდის, როგორ მოდის. ხედავ რომ დინარის ფერი არ არის, არის რაღაც შეღებილი, რაღაც ცისფერი, მწვანე, რაღაცნაირი ფერები. ეს ჩადის ნიადაგში. საქონელი სვავს კაცო, მე ძეშია, ყველშია, ხორცშია, ყველაფერშია კაცო. ეხლა როგორ გითხრათ ღვინოში ახლა ლაბორატორიებს ხო სინჯავთ, ღვინოში არ არის ეთქვა სიღმეში რო არის ეს ფესვი რაღაც ნიადაგი არის, რა თქმა უნდა ეს ეხლა არ არის დაბინძურება, ეს მოდის წლებიდან ეს ნიადაგის დაბინძურება. ცოტა შორსაც ხართ ამ კარიერებიდან. ბოლნისი კი, შორი არის კი, მაგრამ ნუ არც ისე შორია რა. ხო და ეხლა თან ეს წინ მიიწევს როგორ ჩვენ ვაგვირდებით ეხლა არ არის გამორიცხული. ეხლა მე დაიწყეს ამ ბოლნისის მეღვინეების დაფინანსება, რა ვიცი, ეხლა ხელშეწყობა დაიწყეს მართლა, მაგრამ უფრო მე მგონი თავის თავს უწყობენ ხელს ვიდრე ამ მეღვინეებს. მე მაგალითად პირდაპირ ვარი ვთქვი მაგაზე ყველაფერზე, იმიტომ რომ მინდოდა მაგალითი ყოფილიყავი სხვისთვის. არიან კიდე ჩემს გარდა. არა, ნუ ჩემს გარდა არიან კიდე რამოდენიმე მეღვინე, ხლა მე მარტო არა ვარ ამ იმაში, მაგრამ ნუ არა გვაქვს ის ძალა, რომ ჩვენ ამ RMG-ს მოვერიოთ და ან ვიღაცას მოვერიოთ რა. არა, ეს პრეროგატივა ყველაფრის შემოწმების არის სახელმწიფოს საკითხი, არა ვარ. დღეს თუ არ არის ხვალე იქნება რა და ამის პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ, კაცო, წინასა უნდა გქონდეს ეს, რომ თან აი ფოთლოვან კულტურაზეა ხაზგასმული ძირითადად, რომელიც გაცილებით 25% მოიხმარს ადგილობრივ თქვა პროდუქცია საქართველოს 25% ეს არ არის პატარა. მე გავატყობდი, მე დაავადებები ახლა ონკოლოგიურ დაავადებებზე აღარა მაქვს საუბარი, გულსის ძაღლთა დაავადებებია, რომელიც დღიარ გავა ადამიანის ფატალურად თავდება ყველაფრის შემთხვევები რა, სიკვდილიანობა არის ყოველ მეორე დღეს გულსის ძაღლთა დაავადებით კდება ვიღაც ტრომბით, ესეთი დაავადებით. ეს მოდის ყველაფერი იქიდან, მე როგორც ვიცი. ეხლა მე არა ვარ ეხლა ექიმი და ის, მაგრამ
არა, ამაზე ექიმები ლაპარაკობდნენ ჯერ კიდევ 2011 წლიდან. ნინო, აუცილებლად უნდა ვკითხო ესეთი რამ. იყო ლაპარაკი სპეციალურ სალექარებზე და სპეციალურ ფილტრებზე, რომელსაც უნდა დაეცვა ნიადაგი იმ, ვთქვათ, ოქროს რეცხვის შემდეგ, აი მდინარეებში ჩანადენი ამ საწამლავით. პირდაპირ შეიძლება ამის თქმა, ხო, ეს რაც ჩადიოდა მდინარეში, ეს იყო კატასტროფა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ყველა იმ საქმისთვის, რასაც ისინი იქ ეწევიან. მე მახსოვს, რომ თქვენ მიმართეთ კიდევაც ერთ-ერთი სკოპინგის შემდეგ, როცა სალექარებზე იყო ლაპარაკი, მოპოვე სანამ გეზეშეს გაცემდნენ, მანამდე ჩაატარეს ესეთი სკოპინგი, ანუ შეხვედრა მოსახლეობასთან და იქ უთხრეს, რომ ჩვენ უბრალოდ ამას ყველაფერს მოვიკულებთ და მერე გავაკეთებთ სალექარებს. და როცა თქვენ მოითხოვეთ დროზე ადრე ტერიტორიების დათვალიერება, იქ აღმოჩნდა, რომ უკვე 2 სალექარი იყო გაკეთებული. თქვენ მიმართეთ სახელმწიფოს სპეციალურად მაშინ, რა პასუხი მიიღეთ და შეიცვალა ზოგადად სახელმწიფოს დამოკიდებულება კომპანიის მიმართ, გაცილებით თქვათ გაამძაფრეს კონტროლი თუ საერთოდ აღარ არის ეს კონტროლი? ხო, არ ვიცი, მართალი გითხრათ, ეხლა რეალურად არ ვიცით როგორია კონტროლი, რა დონეზეა. პრინციპში ეს შემთხვევა, რომელიც მოყევი ახლა, კარგი მაგალითი იყო იმისა, რა დონეზეა კონტროლი, ხო? ანუ ფაქტი იყო ესეთი, რომ ეს ფაქტი რომ სახეში თვალებში გვიყურებდნენ და გვატყუებდნენ, ყვებოდა კომპანია რომ გეგმავს ამ სალექარის აშენებას, დოკუმენტი მოამზადა გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში თითქოს და დაიწყო ამის მომზადება და სინამდვილეში უკვე აშენებული ჰქონდა. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ ეს დარღვევა უკვე იყო და ანუ თუ კი კონტროლი რაიმე დონეზე მაინც არის, როგორ შეიძლება საჯარო უწყებამ არ იცოდეს ამის შესახებ. ან მეორე ვარიანტია, რომ იცის და თვალს ხუჭავს, ხო? ანუ ორივე შემთხვევა აბსოლუტურად ჩვენთვის ერთი და იგივე შედეგის მქონეა. აი კანონი როგორ არეგულირებს მაგას და რა არის ჩაწერილი პირდაპირ კანონში ასეთ დროს და რამდენად ვთქვათ თვალსაჩინოა, რომ კომპანია არ იცავს არც ერთ წესს, რომელიც კანონით არის განსაზღვრული. ხო, ანუ გარემოს ზემოქმედების შეფასება ტარდება საქმიანობის დაწყებამდე იმისთვის, რომ კომპანიამ წინასწარ განჭრიტოს რა ტიპის ზემოქმედება შეიძლება კონდეს მის საქმიანობას. ხო, ანუ ყველა შესაძლო რისკი უნდა იყოს იდენტიფიცირებული და დაგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები იმისთვის, რომ ეს უარყოფითი ზემოქმედება, რომელიც აუცილებლად აქვს ამ საქმიანობას, რამენაირად შეამსუბუქოს, ხო? ეს არის მთელი არსი ამ კანონის, მაგრამ თუ კი ასე ვაკეთებთ, რომ კომპანია აკეთებს იმას, რაც ჭირდება და მერე ფორმალობისთვის მოიპოვებს დოკუმენტებს, ხო? ანუ შედეგი გვაქვს მერე ის, რაც ვნახეთ ჩვენ, ხო, სიუჟეტში. და სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ალბათ არც ბოლო შემთხვევა, ხშირად ჩვევია კომპანიას ასე, რომ ის რაც ჭირდება მას აკეთებს და მერე ცდილობს ამისთვის დოკუმენტების მოპოვებას. საინტერესო იყო, რომ ჩვენ დავობდით, სასამართლოშიც კი გვაქვს ეს кейსი წაღებული და არა მარტო იმაზე ვდავობდით, რომ პოსტფაქტუმ იყო გადაწყვეტილება, მაინც გასცა სააგენტომ ამ საქმიანობაზე გადაწყვეტილება. იმაზე ვდავობდით, რომ რატო არ რეაგირებს საჯარო უწყება იმაზე, რომ კომპანია გვატყუებდა. ანუ საჯარო უწყებასაც ატყუებდა, ადამიანებსაც გვატყუებდა, ყველას გვატყუებდა, სახეში გვიყურებდა, გვიყვებოდა, რომ იცი რა, აი მერე გავაკეთებ ამ ყველაფერს და რეალურად ის 2 სალექარი ხო, ანუ რა ვიცი, ეს ჩემთვის თაღლითობაა, ხო, ერთგვარი, რომ იტყუები, რას ქვია, თაღლითობა სხვას თუ არა ამას. რა თქმა უნდა. სანამ გელასთან გადავალ კითხვით და შემდეგ მასაც კითხვები აქვს მინდა რომ დავზოგო, უბრალოდ მინდა ნინო, აი ესეც გავაგებინოთ საზოგადოებას. ყვებოდნენ კიდევაც ახალი, ვთქვათ, ეს ადგილობრივები, რომ იქ აი ამ ოთხრის პროცესში ძალიან ბევრი არქეოლოგიური ნიმუშები ამოდის, ასე ვთქვათ, რაც არის ჩვენი ისტორიის და ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი. რამდენად არის შესწავლილი ზოგადად ეს ტერიტორია, იმიტომ რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის მართლაც საოცარი ტერიტორია. ხო, როგორც ვიცი, ძალიან ეს იქ მდიდარია და დატვირთულია ეს ტერიტორია ამგვარი ღირებულებით. სამწუხაროდ ერთადერთი მექანიზმი, რომელიც დღეს კანონმდებლობით გვაქვს, არის, რომ ლიცენზიატმა უნდა დაიწყოს მოპოვება, თუ კი შეხვდება რაიმე ღირებული,
ამ შემთხვევაში უნდა შეაჩეროს სამუშაოები, აცნობოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, მერე ვთქვათ, იქ ხდება ჩაერიოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო თავისთავად. და ამის შემდგომ მოხდა გადაწყვეტილება, ხელახლა მიიღება, უნდა გაგრძელდეს იქ სამუშაოები თუ უნდა შეჩერდეს. უნდა შეჩერდეს. რა ვიცი, არ მგონია რომ ესე ხო, ჩვენ საყდრის შემდეგ მივიღეთ ბოლნისის მუზეუმი, ბოლნისის მუზეუმისაც ნანახი აქ არ ვიცი რამდენად ტოლფარდია იმ საგანძურის, რაც ჩვენ იქ გაგვაჩნია და გელა ჩვენ გითხოვ ახლა დროს თუ მე რადგან გვაქვს შესაძლებლობა რომ ბატონ გუჯას მოусმინოთ, რომელიც ბოლნისელი მეღვინია. პირიქით მისგან მაინტერესებს, ანუ ამ RMG ჯგუფისთვის მიცემული ლიცენზია, რომელიც ამჟამად მათ აქვს, წეგან აღინიშნა 2011 წელს გაცემული, მოიცავს 187,823 ჰექტარს ბოლნისის, დმანისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში. ეს არის საქართველოს ტერიტორიის, მთლიანი ტერიტორიის 2.79%, ხო? და ანუ ეს ნიშნავს, რომ ასეთი დიდი რაოდენობა რომ ამ სამ მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად ადგილი არ დარჩება, სადაც არ მივლენ და რას ფიქრობთ, რა აილის ხალხს, რას ფიქრობს იქ საერთოდ მე მაგალითად ვიცი ესეთი რაღაცა კიდე 22 წელს 5 წლით არის კიდე გაცემული მოპწიაღის მოპოვებაზე და მოძიებაზე ლიცენზია. ნუ ეხლა ეს ზუსტად RMG Gold არ არის, ნუ იქ ქვილობილი კომპანიებია მე მგონი და არის ეს უკვე 12 სოფელია მარნეული მხარის. მოსახლეობა საქმის გულში არ არის, არავინ არაფერი არ იცის. კითხვას რო ვსვავდით ხო იცით როგორ ან ვიყვლევდნენ ან პრესცენს მიმართეთ და ასეთი თქვენ კიდე იმ ახსენეთ რა ბიუჯეტთან დაკავშირებით რა ეხლა უყურეთ 10 ეხლა დღევანდელი ბიუჯეტში 10 მილიონი აქვს მე არ ვიცი მქონდა 17 წინა ბიუჯეტებში 15 იყო ხო და ბოლნისის მთლიანი ბიუჯეტი 2025 წელს მე ახლა ვიცი საკრებულოდან ვიცი ეს ყველაფერი იყო 68 მილიონი ტრანსფერებით ყველაფერი დღეს წელს ნაკლებია ხო იმის მაგალითად უნდა გაზრდილიყო ნაკლები ხო ნუ მე მგონა 70 იქნებოდა მაინც ნუ ჩათვალეთ რომ კომიტეტი რაც არის საკომიტეტო მაცნეზე გამოქვეყნებული არის 40 მილიონი შემოსულობები მზია ეს კი მაგრამ მე ტრანსფერები ისინი შემოვა არის იქნება მაგია ავა 70-მდე ავა და წარმოგიდგენიათ ახლა ეს 10 მილიონი რამდენი პროცენტია ამის ასაკეთებს არაფერს ეს 10 მილიონი არაფერს ამინც არ არის. რატომ უღირს ამარ ეს ყველაფერი მოსახლეობას? 46 გამოკლეული ბავშვიდან ყოველ მესამეს რომ სისხლში ტყვის მაღალი შემცველობა აქვს. ბალიჩში მაგალითად ნიადაგში რომ 300% აღემატება, 300%-ით აღემატება ზღრულ, ანუ იმ მიწაში მოყვანილ კიტრს, პომიდორს, კარტოფილს, კომბოსტს, გაჭირვებულია ხალხი და სხვა გზა არ აქვს რა, ის გარემოს დაცვა, ის ჯანმრთელობის მშიერი ურჩევნია მშიერი არ იყოს და მე ალბათ აქამდეც მივლენ რა ყველა ოჯახშია შედის თითქმის და ყველა ოჯახში შევა მაგი არ არსებობს გამორიცხულია საბოლოო ჯამში ეს გავლენას მოახდენს აუცილებლად მეღვინეობაზეც. მე ვენახებ შეიძლება ახლა ლაბორატორიულად რამე დაბინძურებას არ აჩვენებს იქ, მაგრამ მასშტაბი რომ ჩვენ ნახეთ რა მასშტაბის კარიერებია, ხო? მაგალითად დარბაზის მთიდან საყდრის კარიერს რომ გამოხედავ თვალს ვერ გააწვდენ იმ სიგრძეა ხეობაში შესული შეჭრილი. ხო და თან ერთ მხრივ ანუ იმის კითხვა მინდა რომ აბრებია გამოკლული რომ მეღვინეობის ქალაქი ბოლნისი რაღაცა RMG მეღვინეობის ბოლნისის ღვინის ხარდამჭერი ხო რაღაცა და თან ვითომ ხარდამჭერია და ამავე დროს ამხელა ზეგავლენის საფრთხეს უქმნის და ეს როგორ არის ერთმანეთთან თავსებადი ნუ ეხლა ბოლნისში რა მოხდა ბოლნისში პოპულარიზაცია მოხდა ღვინის რა და ეს დაინახა RMG-მ რომ დაინახა ამაში იგრძნო რაღაცა ალბათ და დაინახა რაღაც საფრთხე და დაიწყო ამათი დაფინანსება ეს ჩვეულებრივია ნუ დადოს მემორანდუმი ეხლა შორს წაგვიყვანს მაგაზე საუბარი ნებისმიერი გაერთიანება მათთვის არის რა თქმა უნდა ზიანი ხო მაგრამ ეხლა კიდე აი იმაზე რო ვიძახი რომ აი ეს 5 წლიანის იქ სადაც ის იწება იქ არის არაჩვეულებრივი მევენახეობა აი საქართველოში იციან ხატი სოფელია როგორ არა აი ფინანსიაში მამის მარანი ინო მამის სეულსას ფათაშორის ერთ-ერთი მაგენი არის რომლებიც მაგ RMG-ში არ არიან გაერთიან ნუ მაგენმაში არ არიან კავშირით გამოყოფილები არიან მაგადგან კი ბატონო აქ ჯანდაცვის ხარჯებიც ესაც აფიქრებელია, იმიტომ რომ რაც არ უნდა ბიუჯეტში ბევრი ფული შევიდეს, ეს უბედურება ისე დღეში ჩააგდებს ადამიანებს, რომ სახელმწიფოსთვის ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მე არ ვიცი რა ხარჯებით შეიძლება დაიფაროს ეს უბრალოდ. არაფერი არ იცის, აი ეს იცოდნენ საერთოდ ეს რუსი ოლიგარქების ხელში რომ იყო? არა, ეს იციან, ეხლა იციან ეს რუსები რო არიან, ეგ იციან. კი ბატონო, და ნინოს მინდა აუცილებლად ვკითხოთ რომ არ გამოგვრჩეს, RMG მიმართავს საკმაოდ ისეთ მახინჯ და მავნე პრაქტიკას
მაგალითად მისი სალიცენზიო ფართობი კი არის 188,000 ჰექტრამდე. მაგრამ ანაწევრებს ამ ლიცენზიებს, რატომ აკეთებს ნინო ამას რისი აცილება და რა შედეგის მიღება სურს? ხო, პირველ რიგში ვთქვათ, რომ ეს 188-ს გარდა კიდე სხვა ლიცენზიებიც არის, ეს უბრალოდ ერთი დიდი ლიცენზია, რომელიც 2011-ში დაემატა. თუმცა ეს დანაწევრებულია. კი. ჩვენ სხვა შორის მქონდა ამაზე პრეტენზია, რომ თუ კი არის ესეთი დიდი ლიცენზია არსებობს, მაშინ უნდა მოხდეს მთლიანად ლიცენზიის ზემოქმედების შეფასება, ხო? ერთიანად, რა თქმა უნდა, თუ ერთია ლიცენზია, შეფასებაც ერთიანი უნდა იყოს. მაგრამ მიმართავენ ესეთ ძალიან ცუდ პრაქტიკას, საქმიანობის დანაწევრება ქვია. ფაქტიურად თავის შვილობილ კომპანიებზე ანაწილებს, იჯარით აძლევს ლიცენზიას კავკასიის სამთო ჯგუფი, მაგალითად ამ შემთხვევაში დარბაზის შემთხვევაში RMG Coopers გადასცა. აი კავკასიის სამთო ჯგუფი ვინ არის ამ ფლობი? ეგეც მაგისი შვილობილი და მჭიდრო დაკავშირებული. იგივე კომპანია. იგივეა, უბრალოდ ჰოლდინგია თავისი სტრუქტურით. მისი გავლენის, მისი კონტროლის. ხო, აი სახელმწიფოს ინტერესებს ვიკვლევ, ახლა ჩემთვის ძალიან მაინტერესებს, რამდენად, იმიტომ რომ რადგან ძალიან ემთხვევა ჭიათურის, აი ყველა ტყიბული, აი სადაც კი რამე წიაღისეულის მოპოვება მიდის, ყველგან სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის ძალიან დაბალი მაჩვენებელია პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა. აი ეს მაინტერესებს რამდენად რა სურათს გვაძლევს ეს მთლიანობაში. აი დიდ სურათში რა ჩანს. ხო, და აი ეს დანაწევრების პრაქტიკა პრინციპში კარგად აჩვენებს, რომ სახელმწიფო აძლევს უბრალოდ ამის უფლებას კომპანიას. აი მაგალითად რაც მუშევანში მოხდა. ხო, და ის რა სარგებას იღებს ეს მინდა რომ თქვა. მოსახლეობამ გაიგოს დანაწევრების მიზანი რა არის. ანუ ზემოქმედებას როცა არაფასებ თლიანობაში და თქვა ამოგლეჯილად კონკრეტულ ტერიტორიაზე აფასებ, ხო, რა თქმა უნდა ზემოქმედება მცირეა. შესაბამისად შემარბილებელი ღონისძიებების ნაკლები გჭირდება. მე ნელ-ნელა რომ გააფართოვებ იქეთ სამუშაოს, თუ იმასაც ცალკე აჩვენებ ამ ზემოქმედებას, იქაც მცირე ღონისძიებები გჭირდება, ხო? და ესე ნელ-ნელა უმატებენ ამ ყველაფერს ისე რომ თლიანად ზემოქმედება არც ფასდება და არც არაფერი კეთდება ზემოქმედების რეალურად შესამცირებლად, ხო? აი მუშევანი იყო ამისი ძალიან კარგი მაგალითი, რომ პირველად, როდესაც დაიწყეს იქ ოპერირება, იქ გააკეთეს გარემო ზემოქმედების შეფასება და საჯარო განხილვებით ჩატარდა, საკმაოდ ესე წარიმართა, ყველამ გავიგეთ მაშინ ხო ამ პრობლემის შესახებ. და სხვათა შორის გაფორმდა რაღაც მემორანდუმი მოსახლეობასთან და ეს იყო ძალიან ხაზგასმით კომპანიისგან, რომ აი ძალიან ცუდ დღეშია ეს სოფელი, აქ არ არის გაზი, წყალი, საბავშვო ბაღი და თითქოს და ამ ყველაფერზე იღებდა რაღაცნაირად პასუხისმგებლობას კომპანია, რომ ამას გააკეთებდა, თუმცა მემორანდუმში ეს არ წერია. იქ არის რაღაც ვალდებულებებზე კონკრეტული თანხა არის, რომელიც არის მიზერული თანხა არის. ეგრეთ წოდებული სოციალური ფონდი ხო? რომელსაც უხდის ამ სოფელს და მოხდა ესეთი შეთანხმება, რომ სოფლისკენ არ წავიდოდა მეტად კარიერი. თუმცა ეს რასაც ხედავთ კი თავისი გაბინეტაზეც საუბრობდა ხო? და ძალიან საინტერესოა, რომ ამ პერიოდში ვიდრე გააფართოვებდნენ კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება გარემოსდაცვის შეფასების კოდექსში და როდესაც საუბარია ექსპლუატაციის პირობების შეცვლაზე, ასეთ შემთხვევაში საჯარო განხილვა უკვე აღარ არის საჭირო. და ფაქტიურად ეს მთელი ეს პრობლემური ნაწილი, რაც აი ამ გადაწყვეტილების მოპოვებას ახლდა, ძალიან მარტივად გადაუწყვიტა კანონმდებელმა, საჯარო განხილვები აღარ სჭირდება ექსპლუატაციის პირობების შეცვლას და ფაქტიურად მუშევანისკენ სამუშაოების გაფართოებას აღარ დასჭირდა საჯარო განხილვა და ძალიან ისე უფრო მარტივად გადაიარეს ეს ეტაპი. გაფორმდა ახალი მემორანდუმი და ნუ აი არ ვიცი და ყოველთვიურად 8000 ლარის გადახდა დამატებით სოფლისთვის, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს RMG-ისთვის ასეთ ღირებულ ნაბიჯად, რომ ეს ყველაფერი უღირდეს სოფელს ამ ხელმძღვანელს. თუნდაც მხოლოდ იმ ზიანთან მიმართებით, რაც ერთი შეხედვით ვიზუალურად ჩანს რა დახს ასვამს კარიერებს
ეს კარიერები ამ სოფლებს და მუნიციპალიტეტებს. სხვათა შორის ერთი კითხვაც ბატონ გუჯასთან და მეტი კითხვა არ მაქვს ამჯერად ყველგან სადაც ასეთი მსხვილი კომპანიები მუშაობენ განსაკუთრებით წიაღის ასეთი ფორმით მოპოვებაზე, იქნება ეს ქვემო ქართლი, იქნება ეს ჭიათურა, იქნება ეს ტყიბული და სხვა, საზოგადოება კიდევ უფრო მეტად არის დასუსტებული, იმიტომ რომ მათთან არის მათზე დამოკიდებულება აი ამ ადგილობრივი მოსახლეობის, ადგილობრივი რესურსების, ადგილობრივი ბიზნესის, მეწარმეების თუ სხვა ობიექტების უფრო დიდია და მზარდია, იმიტომ რომ ამ დიდ კომპანიას რაღაც სერვისები სჭირდება ადგილზე, ხო? მათ შორის დასაქმებული ყავს, ამ დასაქმებულებს ახლობლები ყავთ, ოჯახის წევრები ყავთ და სულ უფრო ნაკლები ხმის ამოღები რჩება. ეს ახალგაზრდები, რომლებიც ახლა დარბაზის ხეობაში აქტიურობენ, მე მათ ვიცნობ პლატფორმა სალამიდან, ეს არის სათემო ორგანიზაცია, ქვემო ქართლში მცხოვრები, როგორც მე ვიცი, უმეტესად ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდების, მათ ეს ცოდნა, რასაც ახლა იქ თავის სასარგებლო, თავის უფლებების დასაცავად იყენებენ, სწორედ ამ სათემო ორგანიზაციაში საერთაშორისო დონორების მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში შეიძინეს და მათ შორის ეს რეპრესიული კანონმდებლობა, ანუ როგორი მრავალმხრივი გავლენა აქვს ამ რეპრესიულ რუსულ კანონებს, ხო? ასეთი ტიპის პროცესებზე, მათ შორის ჩემ მიწა წყალს რომ ანადგურებენ, ხო? იმ შემთხვევაში დარბაზის ხეობის ცხოვრებლების გარემოსდაცვითი ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივა, რომლის იმედით ძალიან ბევრს აქვს ამ ქვეყანაში, არის დასუსტებული. იმედი მაქვს არასწორს არაფერს ვამბობ. ასევე ეს ადგილობრივი სათემო ორგანიზაციები ფაქტობრივად აღარ არსებობენ. ეს ბიჭები და ეს ახალგაზრდები არიან იმ ხეობის და იმ სოფლის მკვიდრები და განსაკუთრებით იმიტომაც შესტყივათ ახლა თავის სოფელზე გული და იმიტომაც დაიწყეს ეს მოძრაობა ამ ხეობის და ამ მიწაწყლის გადასარჩენად, მაგრამ დანარჩენ ბოლნისსა და დმანისში რა ხდება? ხმის სამომღები არის. ეს ბოლო კითხვა იქნება გელახორო ან ადგილობრივ ხელისუფლებაში ან ახლა ან ადრე ვინმე რამეს ამბობს აკეთებს? ნამდვილად კარგი კითხვა არის, აი რომ მოხდა საყდრისი იქ ბოლნისელი შეიძლება ყოფილიყო რამოდენიმე რა. მე მოხდა ტანძია. იქ ბნელი ხევი იყო. კი. ბნელი ცოტა მეტი იმას ვქენ, მაგრამ მე ვიცოდი რომ ეს ნელ-ნელა მოვიდოდა ბოლნისამდე. აი ეს უნდა გაითავისო, ეს ბოლნისშიც მოვა ხვალე. თუ ეს არ გაითავისეს, ყველა შეეხება. თუ ეს არ გაითავისეს, იქ არავინ არ მოვა. აი შეგნება რა ვერ აცნობიერებენ ამას, რომ ეს მოვა თავის ოჯახამდე მოვა, თავის აი ყველას ღმერთმაშული შვილამდე მოვა. ხო, მოკლედ კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ 188,000 ჰექტარი აქვს კომპანიას სალიცენზიო და მთელი ბოლნისის, დმანისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების სამწუხაროდ ამ სალიცენზიო ფართობშია ისე რომ წალკაც ხო ნინო. ყველას მოგაკითხავთ, ამიტომ ყურადღებით და ფრთხილად იყავით. სანამ გადავალთ მეორე ნაწილზე, ერთი რაღაც გამახსენდა, ახლა დაუცებად უნდა ვთქვა 2012 წელს, აი რაღაც ციფრები როცა მოიყვანა გელა თქვა თვითმართველობაში რამდენ სიხდის სიტყვაზე RMG ახლა 2012 წელს ეს თანხა იყო 200,000 ლარი. ეს მახსოვს როგორც არ ვიცი, აი მეხის გავარდნა, იმიტომ რომ ჩემთვის ეს იყო შოკი, რომ 200,000 ლარის სანაცვლოდ ხდებოდა მაშინ ის, რაც ხდებოდა. და მასშტაბები მხოლოდ გაიზარდა, არაფრით არ შემცირებულა და ეს არაფერს ასიკეთოს იმ ტერიტორიას ნამდვილად ადამიანებს პირველ რიგში არ უკადის. ერთს დავამატებ. კი ბატონო. მე ვიცი ახლა იქ ხელფასების რენჯი დაახლოებით, ხო. ასე ვთქვათ რა და როგორი რაღაცა არის, იცით რომ უკმაყოფილოები არიან ამ ხელფასებითაც. თუ იმატებს 10% წარმოგიდგენთ ვიღაცას აქ 10,000 მოიმატა 100 ლარი სიტყვაზე, ხო ამას ემატება 100 ლარი, ვიღაცას 100 ლარი. 100 ლარი არავის არ აქვს, მაგრამ ძალიან ცოტათი ემატებათ ხელფასები, ამით უკმაყოფილოები არიან ძალიან ბევრია. იქ არის რაღაცა ისეთ წრი არის, რომელიც საერთოდ არ დადის სამსახურში და ისე იღებენ ხელფასებს. ეგეთი ეს გასაგებია ადამიანების. ხო და იქაც არის უკმაყოფილობა, ასე რომ სამაგიეროდ 310 მილიონი ლარის წმინდა მოგება აქვს. ეს რაც ვიცით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ოფიციალურ უკმაყოფილობა იქაც არის, რომ იცოდეთ მაგ ხრივ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ მეორე თემაზე გადავდივართ. მადლობას უხდით სტუმრებს გადაცემაში მონაწილეობისთვის. რეკლამის შემდეგ წიაღისეულის მტაცებლური მოპოვება არა ერთეულის შემთხვევა, არამედ ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით. რამდენიმე წუთში წყალტუბოს სოფლების შესახებ მოგიყვებით, როგორ ხდება, რომ სახელმწიფო უწყება გასცემს ლიცენზიებს ისეთ ადგილებში, სადაც პირდაპირი საფრთხე ექმნება ლანდშაფტს და მოსახლეობას.
ბრუნდებით ეთერში. ღია სივრცე დღეს წიაღისეულის მტაცებლად მოპოვებას ეძღვნება. ჩვენ უკვე გიჩვენეთ როგორ ასხამენ რუსები ქართველების ხელშეწყობით ოქროს ზოდებს ქართული მიწიდან მოპოვებული მადნისგან. მაგრამ ოქრო, ვერცხლი და სპილენძი ერთადერთი წიაღისეული არ არის, რომელიც სასარგებლოს ნაცვლად საზიანო ხდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. წყალტუბოს მაგალითია ამის კიდევ ერთი დასტური. გელა მთივლიშვილი გააგრძელებს ახლა თემას. ხო, მოკლედ ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ვიყავით წყალტუბოში ამ რეპორტაჟის ჩვენება და ამაზე საუბარი გვინდოდა წინა გადაცემაშიც, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელით და ვერ მოვასწარით. წყალტუბოს სოფლები, განსაკუთრებით ოფურჩხეთი და ჟონეთი, არის მტაცებლური მოპოვების კერებად ნაქცევი. აქ ქვემო ქართლისგან და სხვა ასეთი სამრეწველო რეგიონებისგან განსხვავებით მოიპოვებენ ტეშენიტსა და დიორიტს. ეს არის მტკიცე, გრანიტეზე მტკიცე ქვა. მასზე მოთხოვნა არის საკმაოდ დიდი, იმიტომ რომ მას იყენებენ სამშენებლოდ, საფლავების მოსაპირკეთებლად, გზებისთვის, ბორდიურებისთვის, ზღვებსა და მდინარეებში ნაპირების გასამაგრებლად და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ორი სოფელი, ეს ოფურჩხეთი და ჟონეთი, ქუთაისიდან რომ მივდივართ ალპანას გზაზე რაჭისკენ, ამ გზის პირას მდებარეობს ეს სოფლები, არის საშინლად დანგრეული. ალბათ თუ კი ვინმე ამ გზაზე რიონის ხეობაში გაგიულიათ, აუცილებლად შეამჩნევდით ამას. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ მთელი ეს გზის მონაკვეთი არის არაერთ ადგილას დამეწყრელი. ყველგან აყენია გამაფრთხილებელი აბრები, რომ მეწყრული მონაკვეთი, გზა აყირავებულიც კია და რაღაც დამრეცილი, ასე ვთქვათ რა, მაგრამ ამის მიუხედავად გაცხოველებული მუშაობა მიმდინარეობს გზის პირებზეც და გზიდან ოდნავ მოშორებით და თან ისეთ ადგილებში ჭრიან ამ მთებს აფეთქებით და ბურღვით, აფეთქებით მათ შორის, რომლის ძირშიც არის საცხოვრებელი სახლები და სადაც ადამიანები ცხოვრობენ და მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა და აქაც ჩვენ გამოვითხოვეთ რეპორტაჟის მომზადების შემდეგ სახელმწიფო უწყებებიდან დოკუმენტაცია, ამოწმებენ თუ არა საერთოდ ამ საქმიანობას და რა ტიპის დარღვევებს პოულობენ და აქაც პირდაპირ აი ეს მასალები რაც მივიღეთ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან და გარემოს დაცვის ზემოქმედობის დეპარტამენტიდან პირდაპირ მიუთითებს რომ სახელმწიფო ინსტიტუტები პრაქტიკულად არ აკონტროლებენ აქაურობას, იმიტომ რომ 6 წელიწადში სულ 6 წლის განმავლობაში მხოლოდ 20 სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი, როცა გაცემულია 26 ლიცენზია და ჯამში სალიცენზიო ფართობი მოიცავს 80-მდე ჰექტარს. ვნახოთ ალბათ ვიდეო რეპორტაჟი, რომელიც წყალტუბოს სამსოფლებიდან მოვამზადეთ. ამ რეპორტაჟში ჩვენ ვუყვებით მაყურებელს, ვის ეკუთვნის ეს ლიცენზიები, რა თქმა უნდა, ისევ ყოფილი თანამდებობის გავლენიან პირებს და შემდგომ გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი. აუცილებლად ძალიან საინტერესო ვიდეო ველოდება ჩვენს მაყურებელს. ისანა ხალხმა რამდენმა მევიდა ახალი ვარ ვერაფერი ვერ ქნებ არ გამოდის არაფერი ჩვენ ქარო არის ვერაფერი ამ ქვეყანას ვერ გაასწორებთო. ეს იყო პირველი, რაც 85 წლის გივი ჯანელიძემ გვითხრა. ჟონეთელმა უხუცესმა, რომლის სოფლისა და სახლის თავზე 25 წელზე მეტია თას ასწორებენ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების, ჟონეთისა და ოფურჩხეთის კარიერებზე ტეშენიტსა და დიორიტს მოიპოვებენ. მტკიცე სამშენებლო ქვაზე, რომელსაც გზების დასაგებად, სანაპიროების მოსაწყობად თუ შენობების მოსაპირკეთებლად იყენებენ, მოთხოვნა დიდია. მისი ფასი 80-დან 200 ლარამდე მერყეობს. სწორედ ამის გამო, ხეობაში მრავალწლიანი ლიცენზიების ომია გაჩაღებული. წიაღისეულის მტაცებლური მოპოვება. იმ კარიერიდან თქვენ სახლამდე რამდენი მეტრი იქნება? ავე ეს ნახევარკილოა იქნება, მე არ იქნება. ახლა არ მუშაობენ, ხმაური რომ არ არის. არ მუშაობენ, ახლა რა ვიცი რა. რა სიხშირით მუშაობენ ხოლმე? ექსკავატორებით და ბულდოზერებით და აფეთქებით და ყოველ დღე? აბა აფეთქებენ კიდეც? აბა რა. აფეთქება როცა ხდება, აქ ხმა ისმის? აბა რა ისმის გასა? ძალიან ისმის სუსტად. ჯიგჯიგო სახლი. იმ გრანიტის ქვას აფეთქებენ. და სახლში გძნობთ ფიზიკურად? აბა. ნახა დღეში ვარ, პატრონი არ ყავს. და რატომ არ ყავთ პატრონი? ვინმეს მიმართეთ რომ ასე ახლოს მოპოვება თქვენი პრობლემას გიქმნიდათ? რამდენჯერმე წყალტუბოს გამგეობაში და რამდენჯერმე, მაგრამ გაყიდულია ეს ტერიტორია ყველა.
მინერალური რესურსების სააგენტოს მიერ ბოლო გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, ოფურჩხეთში, ჟონეთსა და ჯიმასტაროში 26 ლიცენზიაა გაცემული. ტერიტორიის დიდ ნაწილს 55 ჰექტარს მხოლოდ 5 სუბიექტი აკონტროლებს. მათ შორის ყველაზე მსხვილი მოთამაშე შპს ანრე 2006-ია. კომპანიის ერთადერთი მესაკუთრე თინა ბურჯანაძეა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის დედა. ლიცენზიებიც სწორედ ბურჯანაძის გავლენის პიკზე 2006 წელს 20 წლის ვადით აქვს მიღებული. ამბობენ მე მეზობლები შეიმჩნევა. რა შეიმჩნევაო? ბზარების ახლის და ხანდახან ხმაურიც არის, ხმაური რაც ხმაური. ბზარების სახლებზე რა გასაკვირია იმ სოფლებში, რომლის მისასვლელ გზაზე რამდენიმე ადგილზე გვხდება გაფრთხილება, მეწყერ საშიში ზონა და მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, უკვე 10 წლეულებია სარისკო ზონის სოფლების თავზე აფეთქებებით მუშაობენ. ჩვენ ვიცით რა სიმძლავრის მუხტები ჩადეს აფეთქების დროს, ხო არ ვიცით. ხმაური არ უნდა იყოს სოფელში. ამას აქ მნიშვნელობა. იმიტომ რომ აქ დროს შენ ანგრევს მთლიანად ამ გარემოს, ანუ ისეთ პროცესებს იწვევ, რომელმაც შეიძლება ძალიან დიდი მეწყრული პროცესები გამოიწვიოს დამატებით აფეთქებების შედეგად. წიაღისეულის მტაცებლური მოპოვების შედეგებს ადგილობრივების სხვადასხვა ნიშნებზე ხედავენ. როცა პერიოდულად სასმელი წყალი იკარგება, როცა საქონელი თხილებში ეხრჩობათ, როცა ერთ დროს ტყით დაფარული არემარე ფუჭი ქანების ნაგავსაყრელად იქცევა. ვიცა გააქვეყნა სად გააქვთ? ეს იყრია რა ახლოს იქ. მთაზე ტყე იყო, ხეები? სულ? კი, აბა. რა იქნა? აი, მოთხარენ მე მეითხარა ეხლა. გაჩეხეს. კარიერი კანონის მოთხოვნის შესაბამისად დატერასებული არ არის. მოჭრილი ფერდობებიდან მიწა იშლება და დასახლებისკენ მიიწევს. ჟონეთში მოპოვების ზონიდან პირველ სახლამდე მანძილი 170 მეტრია. ოფურჩხეთში კი კარიერი საცხოვრებელ სახლს სულ რაღაც 32 მეტრიდან თავზე დახურებს. თქვენ დირექტორი ხართ? არა. აბა? შემწვანელი ვარ მე. და აქ ეს მოპოვება ვინმე გამოწმებთ საერთოდ აქ ამოდიან? ნუ არა, კი. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ვინ გამოწმებთ? კი ბატონო, კი, ყოველ. და ეს ამხელა ის რო გაქვთ მთა მოჭრილი და ქვემოთ დასახლებული პუნქტია. ხალხი ცხოვრობს მთის ძირში. იმის გათვალისწინებით რაც მოხდა ხარაგაულის სოფლებში, ხემაღალს და ღვერკში, ასევე ტყიბულის სოფელ კურსებში ეს ლიცენზიაში ვარ ყოველ კვირაში და ამოდის ამოწმებენ ყველაფერს და წესრიგში არის მან ყველაფერი რა. ხო და ეს ნაყარი მასალა აგერ მოსახლეობის სახლებამდეა მისული და ეს ნებადართული და კანონიერია? სად არის? სახლების გარშემოა ჩასული კლდეების ნატეხები. მაგით ჩვენიდან არ ხდება მაგით. აბა ვისგან ხდება? თქვენი ტერიტორიაა ეს. ჩვენი ტერიტორია რაც არის, მაგედან არანაირი ზიანი არ აქვს მოსახლეობას. სოფლის ქვედა ნაწილში კარიერები ადამიანების ეზოებშია შეჭრილი. ეზოებში, რომლებიც მაცხოვრებლებმა ბიზნესებს 5 კვადრატული მეტრი ქვის ფასად დაუთმეს უკიდურესი გაჭირვების გამო. ასე მოტყუდა ციცო ჯანელიძეც. მისი სახლიდან რამდენიმე მეტრში 10 წელია მიტოვებული ქვის გორებია. იქვეა მე-19 საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიაც. კანონით მსგავსი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან 300 მეტრის რადიუსში იკრძალება. თუმცა აქ მანძილი 50 მეტრსაც არ აღემატება. ეს რამდენი წლის წინ გადათხარეს? ეგი 10 წელი. 10 წელი. და ასე რატომ დატოვეს გორები? რა ვიცი, მოვასწორებთო და დღემდე მოუსწორებენ. და ფული მოგცეს აქ რომ ამოიღეს და ასე გააფუჭეს? უბრალოდ ვიცი რომ აძლევენ, მაგრამ აი რამდენი მოგცეს? 800 ლარი, მაშინ მეტი არ ქონდა მაშინ ძალა ფული. და რატომ აძლევს ხალხი ასე იაფად ასეთი სამუშაოების ჩატარების უფლებას? ვიცი, ადამიანმა ფასი ასე ხდება, ხო?
ხომ არა ეს თქვენს გარშემო ხო ანადგურებს ყველაფერს? განადგურებულზე მეტი არა ვარ შვილო. ახლა მე ვიფიქრე 1-200 ლარის სალიარკას ვიყიდი და გადმოვასწორიებიებ და ჩემ ნაწილს შევაკავებ, თქვა ასე ვფიქრობ. და იქ ზემოთ რომ თხრია საფრთხე არ გემუქრებათ? რა არ გვემუქრება? შეხედეთ, ეს ხომ თქვენი სახლია? ხო. და რატომ აძლევთ ამის უფლებას? მე არ ვიცი, ამას უნდა მოთავი ადამიანი და მაღაზიაზე ადრე ჩემი ტოლა ქალები დარბოდნენ, ჩიოდნენ, წვალობდნენ და იყო შეჩერებული და ახლა მასზე ვარი არევინ არა შვილო და რა ვიცი. ბიჭი მოხდა ახალგაზრდა ბიჭი იქნა მამაშინა მოგიდეეტაგა ის ხვიჩა სიმსივე თქვენი თანასოფლელი აქ დაიღუპა? მაგი აქ ჩვენ სასაფლაოზია. რა ადგილ ეს არის დაკრძალული იცით? კი. მათ ჩვენ ერთ საფლავს? 52 წლის ხვიჩა სიმსივე კარიერის მუშა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ განმარტეს, დაიწყეს თუ არა გამოძიება მისი გარდაცვალების ფაქტზე. რა მოუვიდა, როგორ დაიღუპა? როდა დიდი მანქანა რომ მიდიოდა უკან ხვა მიქონდა ალბათ თუ რაღაცა და ტალახში შეეფლო და ვერ ამევიდა და გაროუარა მაშინა. გაჭყლით აგას. გაჭყიდა გაცივიდო მიცვალებული კი არ იყო იმ კუბოში და მაშინ დანაწევრებული იყო და გასლაბარებით. აი ბიჭი იყო საწყო ყარაულად იყო. ჟონეთის სასაფლაოზევე ვიპოვეთ ერთადერთი ქალი, რომელმაც საქმეს ოფიციალური მსვლელობა მისცა. აი ეს ქალია? წლების განმავლობაში სასამართლოებში ამტკიცებდა, რომ კარიერი მის ნაკვეთში შეიჭრა. რით გარდაიცვალა? უცბად, ინსულტი. ნერვიულობით. წაიქცა მიშველეთო, ასე ხელი დაგვიქნება, всё, მოკვდა, კარი შემოგვახვდა ხელში. სასწრაფო მევიდა მკვდარი იყო, იგი წაიყვანეს მან. რატომ ხართ ჩუმად ამას რატომ ითმენთ? თან ხედავთ რომ სოფლები იმარხება. ხალხი არ აქცევს ყურადღებას. სისი ქეგვაქ, კიგვაქ რა არა, ორი წამევიდეს იმ ხელაკი და ყველას აქვს რიცხვასაკანი მოგვიკიდებს ყველა. იქ ხა ეს წარმოება რომ მიმდინარეობს, თქვენ რამე სარგებელი გააქვთ როგორც ადგილობრივ მცხოვრებს? არაფერი. ჩვენ არა. მის სამსახურია და არქივია. ეშინია. სამსახურიდან გაშვების და რამდენი გაათავისუფლე არა ფაქტი არა. ადგილობრივებისგან განსხვავებით მეტად აქტიურობდნენ გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს ვერ მიაღწიეს. დღევანდელი რეგულაციებით 10 ჰექტრამდე ფართობზე წიაღისეულის მოპოვებას გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ სჭირდება. 5 ჰექტრამდე ფართობზე კი სავალდებულო არც სკრინინგის ჩატარებაა. შედეგად ბიზნესმა ჭკუა იხმარა. ამ სოფლების მიმდებარედ გაცემული 19 ლიცენზიიდან 18-ის ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლებია. არადა ჯამური სივრცე, საიდანაც უმართავი მოპოვება მიმდინარეობს 34 ჰექტარს აღწევს. ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებით ზოგადად მთელ საქართველოში. მიდის ის, რაც არ უნდა მიდიოდეს, მტაცებლური მოპოვება წიაღისეულს. გარემოს ეროვნული სააგენტოს 2024 წლის გეოლოგიური ბიულეტენის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების განვითარება 14 სოფელშია მოსალოდნელი. მათ შორის იმ დასახლებებში, სადაც ქვის კარიერები აფეთქებებით მუშაობს და სადაც კანონი მეწარმეებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას არ სთხოვს. შეფასების კოდექსი შესაბამისობაში უნდა იყოს ევროდირექტივასთან. ევროდირექტივა კი ამბობს, რომ ასეთი საწარმო მოპოვების ფართობის მიუხედავად ნებართვას საჭიროებს. კანონმდებლებისთვის პრიორიტეტი ბიზნესია და არა მოსახლეობა. მით უმეტეს, როცა ასე ადვილია, დამეწყრილი და დამარხული სოფლები ბუნებას და განგებას დააბრალო და არა კორუფციას და მოუთოკავ მადას. დამნაშავედ წვიმა და თოვლი გამოაცხადო და არა უცოდინრობა და დანაშაულებრივი გულგრილობა.
დაბრუნდით პირდაპირ ეთერში. ძალიან საინტერესო რამ მოხდა ესეთი პისიერი გამოხმაურება მოყვა. ხო, ქვემო ქართლზე როდესაც ამ RMG-ს მიერ მიყენებულ ზიანზე საუბრობდით, ვიდრე მეორე ბლოკს გავხსნედით, სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა მეუფე ზენონმა იარაჯულმა და მინდა მაყურებელს გავაცნო სტატუსის მოკლე შინაარსი. არაერთხელ მოვითხოვე ყურადღება ბოლნისსა და დმანისში მიმდინარე ეკოლოგიური და კულტურული განადგურების პროცესებთან დაკავშირებით, როგორც საჯარო სივრცეში, ისე კერძო საუბრებში, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. დღეს ამ საკითხზე მომზადებულმა სატელევიზიო სიუჟეტმა და ეთერმა TV ფორმულაზე არსებული საფრთხის მასშტაბი კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩინა. ქვემო ქართლში დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამთო-მოპოვებითი საქმიანობა უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ეკონომიკური პროექტის ფარგლებს და გადაიქცა სერიოზულ ეკოლოგიურ, კულტურულ, ისტორიულ და დემოგრაფიულ გამოწვევად საქართველოსთვის. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ბუნებრივი რესურსების ინტენსიური ექსპლუატაცია ხშირ შემთხვევაში ხორციელდება გარემოს დაცვითი კულტურული მემკვიდრეობისა და საზოგადოების გრძელვადიანი ინტერესების უგულებელყოფის ფონზე. საუბარია არა მხოლოდ ცალკეული ლანდშაფტების დაზიანებაზე, არამედ მთელი ისტორიულ ცივილიზაციური სივრცის დეგრადაციაზე. ქვემო ქართლი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ, ანთროპოლოგიურ და კულტურულ არეალს, სადაც თავმოყრილია კაცობრიობის უძველესი ცივილიზაციური კვალი, დმანისის პალეოანთროპოლოგიური ძეგლებიდან დაწყებული საყდრისის უნიკალური პრეისტორიული ოქროს საბადოს ჩათვლით, რომელიც მრავალი მეცნიერის შეფასებით მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ოქროს მომპოვებელ ცენტრს წარმოადგენდა. საყდრისის აფეთქებამ და განადგურებამ განსაკუთრებული სიმბოლური და ისტორიული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან საქმე ეხებოდა არა მხოლოდ არქეოლოგიურ ობიექტს, არამედ კაცობრიობის ისტორიული მეხსიერების ნაწილს. საერთაშორისო და ქართული სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები წლების განმავლობაში მიუთითებდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორია უნიკალურ სამეცნიერო და კულტურულ მნიშვნელობას ატარებდა. ამასთანავე არაერთი გარემოს დაცვითი და უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით სამთო საქმიანობას უკავშირდება ძიმე ეკოლოგიური რისკები, ნიადაგის დეგრადაცია, ტყის საფარის განადგურება, მდინარეებისა და წყლის სისტემების დაბინძურება, ჰაერში მძიმე მეტალებისა და მტვრის გავრცელება, ეკოსისტემების მოშლა და ბიომრავალფეროვნების შემცირება. სხვადასხვა კვლევასა და ანგარიშში საუბარია მძიმე მეტალების დაბინძურებაზე, რაც შესაძლოა პირდაპირ აისახოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ონკოლოგიური, რესპირატორული, ნევროლოგიური და სხვა ქრონიკული დაავადებების ზრდის რისკით. განსაკუთრებით საგანგაშოა ხრამის ხეობისა და მიმდებარე ეკოლოგიური ზონების დაზიანება, სადაც აფეთქებითი სამუშაოები ტყის მასივების განადგურებასა და კლდოვანი სისტემების დაშლა არა მხოლოდ ცვლის ბუნებრივ გარემოს, არამედ შეუქცევად ზიანს აყენებს რეგიონულ ეკოლოგიურ ბალანსს. ეკოსისტემური დეგრადაციის პირობებში იზრდება წყლის რესურსების დაბინძურების, სასოფლო-სამეურნეო მიწების დაზიანებისა და მოსახლეობის იძულებითი მიგრაციის საფრთხე, რაც საბოლოოდ დემოგრაფიულ კრიზისშიც შეიძლება გადაიზარდოს. საკმაოდ ვრცელი სტატუსი აქვს, ამიტომ ბოლო აბზაცს ჩავიკითხავ და მაყურებელს შეუძლია გაეცნოს მეუფე ზენონის გვერდზე Facebook-ში. განსაკუთრებულ საზოგადოებრივ, ეროვნულ და ეთიკურ კითხვებს აჩენს ის გარემოება, რომ საქართველოს ბუნებრივი და ისტორიული სიმდიდრის ინტენსიური ექსპლუატაციიდან მიღებული ძირითადი ეკონომიკური სარგებელი სხვადასხვა საჯარო მონაცემისა და მფლობელური სტრუქტურების მიხედვით უცხოურ ბიზნეს ინტერესებთან არის დაკავშირებული, ხოლო მოპოვებული რესურსებისა და ძვირფასი ლითონების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის. ამ ფონზე განსაკუთრებით მძიმე და უსამართლოდ აღსაქმელია ის რეალობა, რომ ფინანსური მოგების ძირითადი ნაწილი უცხოურ კაპიტალსა და კომპანიებთან კონცენტრირდება, მაშინ როდესაც ეკოლოგიური განადგურების, კულტურული დანაკარგის, ჯანმრთელობის რისკებისა და დემოგრაფიული შედეგების ტვირთი ადგილობრივ მოსახლეობასა და მომავალ თაობებს რჩებათ. როდესაც ბუნებრივი რესურსების ინტენსიური ექსპლუატაცია მიმდინარეობს ეკოლოგიური, კულტურული და სამართლებრივი სტანდარტების დარღვევის ფონზე, ხოლო ზიანდება უნიკალური ისტორიული, ცივილიზაციური და ბუნებრივი სივრცეები, ნადგურდება ტყეები, ბიომრავალფეროვნება, მდინარეთა და ხეობათა ეკოსისტემები, იწამლება ჰაერი და წყალი, საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობასა და ისტორიულ მეხსიერებას, საქმე აღარ ეხება მხოლოდ ეკონომიურ საქმიანობას, ეს უკვე ეკოლოგიური, კულტურული და დემოგრაფიული კატასტროფის ნიშნებს ატარებს, რომლის შედეგებიც მომავალ თაობებს მძიმე რეალობად და მემკვიდრეობად დარჩებათ. მაყურებელს შევახსენებ, ეს იყო დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსის მეუფე ზენონის საჯარო პოსტი, რომელიც მან სოციალურ ქსელებში გაავრცელა დღევანდელი სატელევიზიო ეთერის შემდეგ. დაუბრუნდეთ წყალტუბოს თემას, ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ნახეთ სიუჟეტში რა მძიმე ვითარებაც არის ამ მტაცებლური მოპოვებითი საქმიანობის შედეგად. მინდა აღვნიშნო, რომ რიონის ხეობაში გეოლოგიური სენსიტიურობა ისედაც საკმაოდ სახიფათო და საგანგაშოა. 2024
4 წლის გეოლოგიური ბიულეტენის თანახმად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების განვითარება 14 სოფელშია მოსალოდნელი. მე მინდა წავიკითხო ეს სოფლები, აქედან 9 სოფელი გუმათი, ჟონეთი, ჯიმისტარო, ოფურჩხეთი, რიონი, ნამოხვანი, მექვენა, დერჩი და დღნორისა უშუალოდ რიონის ხეობაში ამ სოფლების მიმდებარედ მდებარეობს, ან თვითონ იგივე სოფლებია, სადაც ეს მოპოვებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ხაზი უნდა გაუსვა, რომ აი ამ აგრესიულ მოპოვებას, უკონტროლო საქმიანობას ხელი შეუწყო 2005 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, როდესაც წიაღისეულის მოპოვება პრაქტიკულად გათავისუფლდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურისგან და სავალდებულო საჯარო განხილვებისგან. მანამდე კანონი ეკოლოგიური რისკების მიხედვით მოითხოვდა გეზეშეს ჩატარებას, ალტერნატივების დასაბუთებას და 45 დღიან საჯარო განხილვის პროცედურას. მერე ეს ყველაფერი აღარ იყო გაუქმდა. 2017 წელს ცვლილებები შევიდა კანონში, მიდგომა თითქოს გამკაცრდა 10 ჰექტარზე მეტი ფართობის ათვისება უპირობოდ დაექვემდებარა გეზეშეს, თუ 10 ჰექტარზე მიმდინარეობდა მოპოვება, ხოლო 5 ჰექტარზე მეტ ფართობზე მყარი წიაღისეულის მოპოვება სავალდებულო სკრინინგს. თუმცა პრაქტიკაში ამ რეგულაციამ საპირისპირო შედეგი გამოიწვია, კომპანიები კანონის ნაპრალებს იყენებენ, ისინი ლიცენზიას იღებენ 5 ან 10 ჰექტრამდე ფართობზე და შემდგომ ამ ერთიან მასივს რამდენიმე მცირე ნაკვეთად ყოფენ, რაც ჰქონდა ქვემოქართ ეს დანაწევრების მანკიერი და მახინჯი პრაქტიკა, რომელიც გარემოს აზიანებს და ერთიან სურათს არ ქმნის მოსალოდნელ რისკებსა და ზიანზე. ესეც გამოიყენება წყალტუბოში. რეალურად 2017-დან 2024 წლის ბოლომდე გაცემული ლიცენზიების ანალიზი ამ მიმართულებით ამ პრაქტიკას ადასტურებს. არც ერთი ლიცენზირებული ფართობი არ აღემატება 10 ჰექტარს, გაცემული 19 ლიცენზიიდან მხოლოდ ერთი აღემატება 5 ჰექტარს, ისიც ძველი ლიცენზიის გაგრძელებაა და დარჩენილი 18 ლიცენზიის ფართობი 5 ჰექტარიან ნაკლებია, მაგრამ მათი ჯამური ფართობი 33 ჰექტარზე მეტ შეადგენს. წყალტუბოს აი ამ უბედურებაზე, რაც ჩვენ გადავიღეთ, ჩვენ გარემოს დაცვის სამხედროების დეპარტამენტიდან გამოვითხოვეთ ოფიციალური დოკუმენტები, სამწუხაროდ ძალიან ძნელად ვიღებთ ამ საჯარო ინფორმაციას. ზოგიერთი უწყება საერთოდ არ გვაძლევს, განსაკუთრებით გართულდა ბოლო პერიოდში. და როგორ როგორ ჟურნალისტი ამ? მოკლედ, გარემოს დაცვის დანაშაულებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ყველანაირი დოკუმენტის გართულება მიღება არის უკიდურესად გართულებული. უფრო მეტიც მე გეტყვით, რომ ჩვენ ყველა უარის ან დაგვიანების შემთხვევას ვასაჩივრებთ სასამართლოში, მაგრამ ბოლო 3 წლის განმავლობაში, მაგალითად, ჭიათურაზე გვაქვს მიმართული, ტყიბურზე, რაჭის ტყეებზე, ბაღდათის საირმის ტყეებზე, ხარაგაულზე, ანუ ბევრი შემთხვევა გვაქვს სასამართლოში გასაჩივრებული, როდესაც კვლევებსა და დოკუმენტებს ვითხოვთ, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით საჯარო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ორჰუსის კონვენციაზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ სასამართლო არც ერთი სხდომას, სასამართლო არ ნიშნავს არც ერთ სხდომას. იგივე მოსამართლეები განიხილავენ ჩვენ შემდგომ შეტანილ სარჩელებს, მაგრამ ეს სარჩელები, რომელიც ჩვენ გვაქვს წარდგენილი ასეთი ტიპის გარემოს დაცვის დანაშაულებთან არ იხილავენ. და ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც წეგან აღნიშნე სიუჟეტის წარდგენამდე, რომ წყალტუბოს ამ სოფლებში 6 წლის განმავლობაში შედგენილია მხოლოდ 20 ადმინისტრაციული საჯარიმო ოქმი, აი ამ მოპოვებაზე და ამ იქ არსებულ დარღვევებზე. აქედან 11 ოქმია შედგენილი ძირითადად უკანონო მოპოვების ფაქტებზე, ანუ ლიცენზიის გარეშე რომ მოიპოვებენ ამ ტეშენიცსა და დიორიც და მხოლოდ 9 ოქმია შედგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, რომ არ ატერასებენ ამ მოპოვების ადგილებს და სწრაფად ცდილობენ, ანუ ტერასებს იმიტომ არ აკეთებენ წიაღით მოსარგებლეები, რომ იაფი დაუჯდეთ ამის მოპოვება და სწრაფად მოიპოვონ, თან რომ დრო არ დაკარგონ და რეალურად ერთი ოქმის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია არის 2000 ლარი და ბიზნეს, რომელიც ინტერესიც და ფოკუსიც არის ასეთი მტაცებლური მოპოვება, რომლითაც ის ბევრს ფულს შეუვლობს, ურჩევია დაარღვიოს და ის 2000 ლარი სხვადასხვა დროს გადაიხადოს, ასეთი მძიმე ვითარებაა სამწუხაროდ წყალტუბოში და ეს არ არის გამონაკლისი. ჩვენ აქამდეც არაერთხელ გაგვიკეთებია ასეთი თემებისში არსებულ დარღვევებზე რეპორტაჟები, გავაგრძელებთ ამგვარ ყურადღებას და მოსახლეობასაც ვთხოვ, რომ ჩვენ ბევრი გვეხმიანება, მაგრამ ასევე გვწერენ მე სოციალურ ქსელებში, რომ ვერ ახერხებენ ჩვენს ჯგუფთან ღია სივრცესთან და ჩვენს ჯგუფთან დაკავშირებას, ამიტომ თუ ვინმეს გსურთ რომ დაგვიკავშირდეთ ამგვარ პრობლემაზე, მინდა შეგახსენოთ ჩვენ ჯგუფის სატელეფონო ნომერი 59933373336. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, ჩვენი წარმომადგენლები სამუშაო დროს მოგისმენენ და ყველა თქვენგანს მივაქცევთ ყურადღებას. ოთხში ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ყოველი შაბათი დღე დავუთმოთ ასეთ თემებს, მნიშვნელოვან თემებს, რომელიც საზოგადოებისთვის აუცილებლად უნდა იყოს ცნობილი. გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე.